Სამშვიდობის ეთერშია პოლიტმეტრი, მე ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი ვარ. Ჩვენ დღევანდელი გეგმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესის სიღრმეებში ჩასვლა და სახელმწიფო და ოპოზიციური ველის გეგმებზე მსჯელობა, თუმცა ამ თემებზე კონცენტრირება ჭირს, ვინაიდან ზედაპირზე მძიმე ამბები ხდება. Სად შეიძლება ვეძებოთ პროგრესი, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის უცვლელ ტრენდად იყო და რჩება პირადი ცხოვრების სამსახველი მასალებით მანიპულირება. დეპუტატ ეკა ბესელიას შემთხვევაში ამ ამბავმა განსაკუთრებულად მძიმე ფორმები მიიღო. მასალები მის შესახებ ცირკულირებს მით უფრო მეტად, რაც მეტად ამწოვებს ის საკუთარ კრიტიკულ რიტორიკას ქართული ოცნებისა და უკვე ბიძინა ივანიშვილის მიმართაც. რამდენიმე წუთში პოლიტმეტრში ზვიად ძიძიგური, ქართული ოცნებიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ოპოზიციური სივრციდან ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე ნაციონალური მოძრაობიდან. მე ვაფრთხილებ ახლა ამ უმწიფარი, სრულიად დაპატარავებული კაცუნების პატრონს, ბიძინა ივანიშვილს. კიდევ ერთი წერილი თუ სიხარული, ეკა ბესელიასთვის გაგზავნილი მესიჯის ავტორი არ ყოფილა ანონიმური. შეცდომით გადაუგზავნე ეკას, ის მესიჯი წავშავე. პროცესი უმრავლესობაში, რომელიც დღითი დღე მწვავდება. მას შერდება თანადგომა, ხელი უნდა გაუწოდოთ, რომ ამოვიდეს არ არის ეს ირონიით ნათქვამი, ის უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც არის. რა იკითხება ბოლო გადაწყვეტილებებში, სად ხედავს ოცნება თავის პერსპექტივას? ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე. თუ მოვახერხებთ ამის გარღვევას, ერთ კვირაში და გავაკეთეთ ერთ კვირაში. თუ მოვახერხებთ ერთ თვეში, ერთ თვეში, თუ მოვახერხებთ სამ თვეში, სამ თვეში. პროცესები ოპოზიციაში, ლიდერი რომელიც თან გაიწია, თან დარჩა. კიდევ ერთხელ დაუკრა დასში ადამიანს, რომელიც ამ პარტიებს და საქართველოს შესწირა ისრაელი. ალტერნატიული ამბიციის მქონე სივრცე, რომელიც თავს მალე მთაწმინდაზე გამოცდის. ჩვენ არ გავკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ ვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. პოლიტიკური სპექტრის ერთი კვირა პოლიტმეტრში დღეს. ეკა ბესელიას ფარული კადრები მესამედ გავრცელდა ერთხელ 3 წლის წინ, წელს კი უკვე ორჯერ იანვარსა და მარტში. კადრების გავრცელება დროში დაემთხვა პოლიტიკოსის გუნდიდან ქართული ოცნებიდან წასვლას. 1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 პირი დააკავა კადრების შენახვა გავრცელებაზე, მათ შორის არც ერთი დამკვეთი. ვიდეოს YouTube-ზე ატვირთვის გამო დღეს ბათუმში დააკავეს 19 წლის მირიან ჟავანაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამისთვის მან 2 კვირის წინ საკუთარი ტელეფონი გამოიყენა. ეკა ბესელიამ კი დღეს მორალურ ტერორში მონაწილეებად ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის აქტიური წევრები დაასახელა, მათიკაშვილი, ოხანაშვილი, ყილაძეები, ასე თქვა მან მრავლობითში და ხელისუფლებას დრო დაუთქვა. არ არის აქამდე ან ვერ არის ნაპოვნი დამკვეთი. მე ველოდები პირველ საქმეზეც ამ დამკვეთს და ორგანიზატორს და ამ საქმეზეც ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს. თუ დაახლოებით 1 თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისაგან, მე თვითონ დავარქმევ სახელს, რა ქვია ამ ყველაფერს. მას შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი თავის პოლიტიკური ფულებისთვის გამოიყენოს, ეს ცხადია. ჩვენ პირად ცხოვრებასთან მიმართებაში გვაქვს მკაცრი პოზიცია, უმკაცრესი პოზიცია, რომ მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში და უნდა ისჯებოდეს მკაცრად. ასეთი ადამიანები შემძლენი არიან, რომ საკუთრივ იყვნენ ამ მორალური ტერორის მომწყობები და მე ამ ჭრილში განვიხილავ ამ კომენტარის ავტორსაც და ასეთი კომენტარის გამკეთებლებსაც, როგორც მორალური ტერორის ჩამდენებსაც. ადამიანებმა, რომლებმაც უფრო შეცდომა და უშოს ვიდრე დანაშაული ჩაიდინეს, ეს ერთია, მეორე არის თუმცა კვალიფიცირდება დანაშაულად, მაგრამ ბუნებრივია, რომ თუ არის ფიზიკურად იდენტიფიცირებადი წყარო, ანუ საიდან წამოვიდა პირველ წყარო, ასე ვთქვათ, ინფორმაციის გავრცელების რა იყო, ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული სიტუაციის არჩევლები უნდა დაეკისროს სწორედ ამ პირებს. ასეთი ინფორმაციის ან გავრცელება, ან განთავსება რომელიმე პორტალზე, ან შენახვა, ან გადაგზავნა და ამის გავრცელება არის დანაშაული და არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ წახალისება, გარკვეული ჯგუფები ამას აკეთებენ. მსგავსი დანაშაულის, როდესაც ვამბობთ, რომ ეს არაფერი არ არის, არაფერი არა, პირიქით. ეს არის დანაშაული სისხლისამართლის და ამისი გამავრცელებები ყოველთვის უნდა დაისაჯონ მკაცრად, რომ რეალურად
სოციალური პრევენცია მოხდეს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი ვალდებულება. მე ძალიან მწუხვარ, რომ ეს საკითხი არ არის ბოლომდე გამოძიებული ჯერ კიდევ და სამწუხაროდ დამკვეთებზე, ეგრეთ წოდებულზე ვერ გავიდა ჯერჯერობით გამოძიება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუ საჭირო გახდა ამ თემაში, რომ სწრაფად წავიდეს გამოძიება წინ, კარგი იქნებოდა ალბათ უცხოელი პარტნიორების ჩართვა, რომ რაღაცნაირად დროულად იქნას ეს საქმე გამოძიებული. პოლიტმეტრის პირველი სტუმარი ზვია ძიძიგური, ქართული ოცნება პარლამენტის ვიცე-სპიკერი. სამშვიდობისა ბატონ ზვიად, მადლობა რომ მოგზავნით სტუდიაში. პირველ რიგში აი თემა, რომელსაც ჩვენ პრიორიტეტულად შევეხეთ, უკვე მე რამდენად ერთი და იმავე ადამიანის წინააღმდეგ მიმართული მანიპულაცია. არის თუ არა პირდაპირ ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა? როგორ აფასებთ თქვენ პროცესს? ხელისუფლების ჩათვლით აღმასრულებლის, ჩათვლით საკანონმდებლოს იქნებავთ და ყველასი ერთად. საკანონმდებლოსი რა მოგახსენოთ ახლა ნინო, საკანონმდებლო ორგანომ გაამკაცრა მიმართულებით კანონი, ჩვენ რამდენიმე წლის წინ ეს განვახორციელეთ, მაგრამ ის რომ შემდეგ აქ რა თქმა უნდა ხელისუფლებაზე მოდის და ყველაზე მეტად თუ ვინმეს არ აწყობს ასეთი საზიზღრუბების და სიბინძურების გავრცელება და ამას შემდეგ პოლიტიკური შედეგები მოაქვს, ეს არის ხელისუფლება სწორედაც, ამიტომ ძალიან ძნელია რომ არ დაეთანხო იმ მოსაზრებას, რომ სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული და სწორედ დამკვეთები უნდა იქნან დაჟილები ამ მიმართულებით. თუმცა გეტყვით რომ გავრცელებაზე საკმაოდ მკაცრი სასჯელია და გავრცელებისათვის დაკავებული პირებისთვის სასჯელიც არის გაორმაგებული თუ გასამაგებული, მე თუ სწორად მახსოვს. აი ბატონ ზვიად, როცა თქვენ ამბობთ რომ თუ ვინმეს არ აწყობს ეს არის ხელისუფლება. აი რის საფუძველზე ამბობთ ამას, აი ლოგიკა სად არის? როდესაც 2016 წელს მოხდა პირველად ეს ფაქტი, ხო? და მას შემდეგ გასულია 3 წელი და დამკვეთი არ არის იდენტიფიცირებული, ხო? სად ჩანს აქ პოლიტიკური ნება, რომ ეს მოხდეს და რატომ არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ რომ პირიქით თუ კი ვინმეს ამ წუთში ჭირდება მაგალითად ამის ხელმეორედ მესამედ უკვე ცირკულაცია არის ისევ თქვათ ხელისუფლება პირობითად თქვათ ვიღაც ხელისუფლები და რა ვამბობთ რომ იქნება ხელისუფლებას ჭირდება ეს და ხელისუფლებამ გააკეთა იქნება სხვა სჭირდება და გააკეთა დღევანდელი ტექნოლოგიური სამყარო ისეთია რომ ნებისმიერ ადამიანს კერძო პირსაც შეუძლია ესეთი ტიპის მასალები განათავსოს და ეს კარგად ის და აღმოჩენა ძალიან რთული არის ამ ადამიანების ამიტომ შეუძლებელი ახლა ერთ რამეს გეტყვით არა ნინო აი ტერორისტები რომლებიც თავს ჭრიან ხოლმე თავი ამ მსხვერპლს დებენ YouTube-ზე ან რაღაცა ატვირთავენ ინტერნეტში ამას და მთელი ამერიკის სპეცსამსახურები ეძებენ ამ ადამიანებს და ვერ პოულობენ ასე ადვილი არ არის ამის მოძებნა იდენტიფიცირება მაინც ხდება თუ სად არიან ისინი რა სივრცეებში არიან იქ შეიძლება ხელმისაწვდომნი არ არიან მაგრამ ზუსტად ხდება იდენტიფიცირება რომელი ქვეყნიდან რომელი IP-დან მე ვერ შევალ მე ერთ რამეში გეთანხმებით რომ ეს არის ამაზრზენი რაც ხდება ეს არის სრულიად მიუღებელი ადამიანების პირად ცხოვრებაში აფათურო ხელი და ადამიანებზე მოახდინო ასეთი ტიპის ზემოქმედება ეს არის მე ვფიქრობ რომ ძალიან მძიმე მორალურიც და ფსიქოლოგიურიც და ყველანაირი ტიპის დანაშაული მკაცრი სასჯელი სწორად არის მაგრამ ხო პოლიტიკური ნება არსებობს და დანაშაულს სწრაფად გამოიძიებ და არ არსებობს და სწრაფად არ გამოიძიებ ეს უფრო რიტორიკული თემა არის ვიდრე ამ შემთხვევაში კონკრეტულად როცა ჩვენ ვამბობთ იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროც პროკურატურაც ყველა სამართალდამცავი ვინც არის ამ საქმის უშუალო პასუხისმგებელი დარწმუნებული ვარ რომ ძალიან აქტიურად იმუშავებენ ამ მიმართულებით და მე პირადად ჩემი მხრიდან რაც შემიძლია როგორც პარლამენტის წევრს აუცილებლად დავინტერესდები ამ საქმით შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ სხვა სამსახურები რომლებიც ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ თუ რა ინტენსივობით და რა მიმართულებით მუშაობენ იმიტომ რომ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცოდე გამოძიების შესახებ რაც არის შესაძლებელი გამოძიების შესახებ მე რო ვიცოდე როგორც პარლამენტის წევრმა ამ ინფორმაციებს აუცილებლად მოვიძიე. და პროცესში როგორ ფიქრობთ თქვენ რატომ ეპარება რაღაცა კონკრეტულ ადამიანებში ეჭვი თვითონ ეკაბესელიას რატომ თქვა დღეს მან რამდენიმე გვარი ის მსხვერპლია ხომ ამ პროცესში ეს ეკასო ნაკითხოთ მე ვერ გეტყვით ამ შესახებ მე არ რჩება ჩაბეჭდილება რომ შესაძლოა მისი ღელა მისი ეჭვები იყოს ლეგიტიმური ეკასთან საუბარი არ მქონია ამ თემაზე კარგა ხანია უბრალოდ რამდენიმე კვირა ჩვენ ამ პოლიტიკურ თემებზე არ გვისაუბრია მე ძირითადად ხედავ ეკრანიდან რა ხდება და როგორი ურთიერთმიმართებაში დარწმუნებული ვარ რომ მისთვის ეს არის ძალიან მძიმე ეტყობა კიდეც მას და არის სრულიად მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან მძიმე მორალური მდგომარეობა რომელშიც ის იმყოფება და რა თქმა უნდა მიმაჩნია რომ ეს სასწრაფოდ გამოსაძიებელია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთ სივრცეში ჩვენ გავალძებოთ ცხოვრება. ამბობთ რომ არ გისაუბრიათ ეს განპირობებულია იმით რომ მან შეიცვალა ხედვები
და ერიდებით მასთან საუბარს უბრალოდ აღარ შეხვედრი ხართ და აღარ შევხვედრი ვართ ისე ახლა ჩვენ სხდომებიც ხო იცით ისე გვაქვს კვირაში ერთხელ გვაქვს ამ სხდომებზე სულმუდმივად ადმინისტრების მოსვენა ისე და არ არის უბრალოდ ჩვენ ხშირად ხვდებით ერთმანეთს პარლამენტის წევრები ვესაუბრებით როდესაც რაღაცა ერთ სივრცეში ვართ თქვენ არ ხართ ისეთი აქტიური როგორც თქვათ იყავით ხოლმე როგორი აქტიური საკმაოდ აქტიური ვარ უბრალოდ ეს კონფლიქტი მიმდინარეობს თქვენ მაგალითად არ ჩარეულ ხართ ხომ პირდაპირ ასე შეგვიძლია ვთქვათ რომელ კონფლიქტში მაგალითად ეკაბესელიას და ფლანგის რომელსაც ის ასახელებს და რომელსაც ამაშტაგუში რომ მესეჯ ბოქსებს აგზავნის ერთმანეთთან აი ამ კონკრეტული ადამიანის მე მიმაჩნია რომ ასეთი ტიპის კონფლიქტები რომელიც არის წარმოშობილი საერთოდ არავისთვის არ არის ხელსაყრელი არც უმრავლესობისთვის არც ეკასთვის იმიტომ რომ ეს ახლა პოლიტიკური ორგანო არის პარლამენტი პოლიტიკური გეგმები აქვს საპარლამენტო უმრავლესობას და ხელისუფლებას ხო დარწმუნებული ვარ ეკასაც და მის ჯგუფსაც აქვს პოლიტიკური გეგმები და ეს ხა ეს როცა ეს გადავიდა უკვე რაღაცა ტიპის სუბიექტური ელემენტები რაც შეიძლება უფრო მეტი და მეტი ჩდება რა ამ დაპირისპირებაში თავიდან სასამართლოს თემაზე დაიწყო იცით თქვენ ეს დაპირისპირება ეხლა სასამართლოს თემა უკვე აღარ ფიგურირებს და უფრო მეტად არის რაღაცა პიროვნული და სუბიექტური ელემენტები წინ წამოსული და ამ საქმეში მე ჩარევას არ ვაპირებ უნდა გითხრათ იმიტომ რომ არ არის ეს ახლა ასეთი ტიპის დაპირისპირება მე ვფიქრობ არ არის ის რომ ახლა ჩავერიო და რაღაცა არ იქნა დაიწყო პოზიტიური როლით ჩარევა ვიგოს პოზიტიური როლით ჩარეული ვარ უნდა გითხრათ მაგრამ ეს პოზიტიური როლი ჩარევა არ ნიშნავს რომ ტელევიზორში უნდა ჩანდეს ეს ჩარევა რა თქმა უნდა ჩარეულო მე ვიყავი წინააღმდეგი ჩვენი კოლეგები წასულიყვნენ უმრავლესობიდან ამას ავრმალავ არაერთხელ დამიფიქსირებია ეს პოზიცია მაგრამ ეს არ არის ახლა ჩემი გადასაწყვეტი ეს არ იყო მე მიმაჩნდა რომ უფრო მეტი შეიძლება ვიცოდეთ ეს აი რა სივრცეებში ხდება ხოლმე ამაზე საუბარი რომ თქვა ზუია ძიძიგური არ არის მომხრე და მომხრეა რომ გაუფრთხილდეს კოცნების ძირძველ წევრებს იმ სივრცეებში სადაც ჩვენ რაღაც თემებზე ვლაპარაკობთ ხოლმე რა თქმა უნდა სად ვლაპარაკობთ ხოლმე სად ვლაპარაკობთ შიდა სივრცეებში სადაც ჩვენ გადაწყვეტილებებს ღებულობთ ან უმრავლესობის შეკრებაზე ან რაღაცაზე სივრცეში სადაც ის არის ხოლმე მე მიმაჩნია რომ უმრავლესობიდან წევრების წასვლა ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ შევინარჩუნოთ ერთმანეთი იმიტომ რომ არ არის ეს ასე ერთი კაცი წავიდა და ორი კაცი წავიდა ამას არ ნიშნავს უმრავლესობიდან ადამიანის წასვლა იმიტომ რომ ხო ხედავთ ახლა მთელი ამბავია დაწყებული არ იქა უმრავლესობა იშლება უმრავლესობა აღარ დარჩა და ასე შემდეგ ამას აქვს პოლიტიკური თავისი დატვირთვა და პოლიტიკური დატვირთვა ის არის რომ უმრავლესობა და სახელმწიფო გუნდი უნდა იყოს წყარი უნდა იყოს სტაბილური და ეს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზეც მოქმედებს ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა მაგრამ როგორც აღმოჩნდა თქვენ მოსაზრებას არ იზიარებს გუნდის ერთი ნაწილი განსაკუთრებით ის ვინც თქვათ ამ შემთხვევაში ბესელიას საპირწონედ მეორე მხარის მოიაზრება ეს არის პარლამენტის თავმჯდომარე თქვენ მას ახლა ირიბად საყვედურობთ როდესაც არავის არ საყვედურო მე ჩემ პოზიციას ვამბობდი და ეხლა ვიღაცამ ვერ შეინარჩუნა ვერ შეძლო უმრავლესობის რაღაცა ხანდახან რაღაცა ადამიანს სხვა სურვილი აქვს მაგრამ პროცესები ასე არ ვითარდება არის ხოლმე პოლიტიკური პროცესები ისეთი სადაც ესე იგი ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ ან შეიძლება რაღაც სხვაგვარად უნდოდეს ნინოს ან ზვიაც მაგრამ ეს ასე არ ხორციელდებოდეს სხვათა შორის მე ახლა პირველ პოლიტიკურ გუნდში არა ვარ პოლიტიკურში და ის რომ ახლა ან უმრავლესობიდან ან ოპოზიციიდან გაედინებიან ან პერსონები ან რაღაცა ეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება გამოსილება ხელს გიწყობთ იმაში რომ ჯობს რომ იყოთ დისტანცირებული ეს დისტანცირებული არ არის ეს არ არის დისტანცირებული მე ვფიქრობ რომ ასეთი ტიპის დაპირისპირებაში არ არის სწორი რომ რაც შეიძლება უფრო მეტად კიდევ უფრო მეტად გააღვივო კიდევ უფრო მეტად ცეცხლზე ნავთი დაასხა და ასე შემდეგ ეს არ არის სწორი მე პირიქით მიმაჩნია რომ ეკაც და მისი ჯგუფიც და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ყველანი უნდა შევეგუოთ იმას რომ ჩვენ ერთ პარლამენტში ვართ ერთ პარლამენტში გვიწევს მუშაობა და სამუშაოდ პრინციპებთან დაკავშირებით პოზიციებთან დაკავშირებით რამდენიც ხდებათ ვიკამათოთ რამდენიც გინდა მწვავე დებატი გქონდეს არ არის პრობლემა მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი უკვე გადადის რაღაცა ისეთი ტიპის დაპირისპირებაში რომელიც ძალიან გავს კინკლაობას ეს არ არის სასურველი თლიანად პარლამენტისთვისაც არ არის სასურველი ჟანრია და მაშინ ჩართულება მე არ ვიცი არის თუ არა მე გითხარით ნინო რომ სუბიექტური ელემენტები ჭარბობს უკვე ბოლო ეტაპზე აქ უკვე სასამართლოს თემა აღარ ჩანს არაფერი აღარ ჩანს და გავიდა სუბიექტური ახასიათებს ამ შემთხვევაში თქვენ ამბობთ პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის თავმჯდომარე არ მიხსენებია და არც უმრავლესობის წევრები იმიტომ რომ მეორე მხარეს ის არის მაშინ სუბიექტური არის ამ შემთხვევაში ელემენტები ესეთი ორი მხარე როგორ არის გამოკვეთილია ესეთი ორი მხარე არ არის მე კიდე ერთხელ ვამბობ რომ უმრავლესობის შენარჩუნება იქნებოდა კარგი რა კი ეს არ მოხერხდა ეხლა ჩვენ ის უნდა მოვახერხოთ რომ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და ვიმუშაოთ ერთმანეთთან არ
შეიძლება. რეალისტურია ახლა. ძალიან რეალისტურია. ნახეთ რა ხდება მორალური ტერორის ავტორები მიიჩნია დღეს ბესელია ეს ჯგუფი. გასაგებია და ამიტომ აქედანაც გამომდინარე ვამბობ რომ უკვე იმდენად ემოციური რაღაცები ჩდება რომ უკვე უფრო და უფრო რთულდება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ასეთი ტიპის რაღაცა დაპირისპირებები არ არის სახარბიელო არ არის არც პარლამენტისთვის, არც ქვეყნისთვის, არც უმრავლესობისთვის, არც ბესელიასთვის და მისი თანამოაზრეებისთვის და ასე შემდეგ. ეს მოცემულობა, ამოცემულობაში ვარ და თქვენ მეუნებით რატომ არ აქტიურობთ ამ მოცემულობაში? მე არ ვაქტიურებ. თქვენ როლს ეხლა რატომ ნახეთ, რატომ ვეძებ ამ როლს, იმიტომ რომ შესაძაც იქ ერთი დეტალი იყო კვაჭანტირაძის კენჭის ხრა გადაყენების თქვენ იყავით იმ სხდომის თავმჯდომარე, ხო? და ისე მოხდა რომ პარლამენტის თავმჯდომარე როდესაც პირველად ჩავარდა ხომ ეს ინიციატივა რომ ის გადაეყენებინათ პოზიციიდან და ეს ერთი კვირის წინ მოხდა ეს ამბავი რაც ბევრი იცინა გუნდმა ოცნებიდან წასულმა ეს კადრებშიც ჩანდა ძალიან კარგად თქვენ წინააღმდეგი წახვედით ყობახიძის სურვილის მიუხედავად რომ ხელმეორედ დაგეყენებინათ კენჭისყრაზე და ლოიალობა გამოიჩინეთ ამ შემთხვევაში თქვენი კოლეგის მიმართ რაგიღა თქვით რომ ის თავისითაც აპირებდა წასვლას და აღარ ღირდა მეორედ ამის კენჭისყრაზე დაყენება რაღაცნაირად თითქოს აი სადღაც იყო პატარა რაღაცნაირი თანხვედრა თუ სოლიდარობის რაღაცა ნიშანი კვაჭანტირაძის მიმართ და შესაბამისად იმ გუნდის სოლიდარობის ნიშანი კვაჭანტირაძის მიმართაც გედის მიმართაც ეკას მიმართაც ყველას მიმართ როგორ შეიძლება არ ჩვენ ამდენი წელი ერთად ვიყავით როგორ შეიძლება რომ ეხა უმრავლესობის ლიდერი იყო კვაჭანტირაძე არ შეიძლება რომ სოლიდარობის ყველას გქონდა იქ მე მივეცი მათ კვაჭანტირაძის გადადგომას მივეცი ხმა მივეცი რატომ იმიტომ რომ იმაჩნია რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ამდენი წელი ერთად ვიყავით მან თავისი პოლიტიკური მიმართულება აირჩია და თავისი გადასაწყვეტია რაც შეეხება იმას ეხა ბერკეტი უნდა წაიღოს თუ არ წაიღოს მე მიმაჩნია ეს უმრავლესობაში უნდა იყოს ეს ბერკეტი ამიტომ ამას ჩემი მხრიდან პოლიტიკური ახსნა აქვს. სხდომის აყვანას რაც შეეხება. სხდომის აყვანასთან დაკავშირებით ბატონმა კვაჭანტირაძემ ზვიადმა განაცხადა რომ ის გადადგა. მაშინ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო მოხსენებით გამოსული რომ აი ხელმეორედ გამოიტანა საკითხი მოხსენებამდე კვაჭანტირაძემ განაცხადა რომ ის გადადგა. ეხლა გადამდგარი კაცის უკვე გადამდგარად ითვლება ადამიანი, როცა განცხადებას გააგებს. გადამდგარი ადამიანის საკითხი თქვა რომ კიდევ უნდა ყოფილიყო მეორეჯერ კენჭი. გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს რეგლამენტი ახალი, სხვათა შორის ამ რეგლამენტში მეც სახა წამყვანი ვარ ხოლმე ხშირად სხდომის, მაგრამ ბოლომდე გარკვეული თლად არა ვარ, იმდენი ნიუანსი შემოემატა, ახალი შემოვიდა და მე რამდენადაც სხდომის წამყვანზე იყო დამოკიდებული, გაგრძელდებოდა თუ არ გაგრძელდებოდა თემა და აქედან გამომდინარე მე ცალსახად ვთქვი, ვინაიდან საკითხი არის დღის წესრიგიდან მოხსნილი, ამიტომ იმ თემას, რომელიც უკვე დასრულებული იყო, მოხსენება აღარ ჭირდებოდა. ეს იყო პოზიცია, ჩემი როგორც წამყვანის. იყო თქვი ირაკლი ყობახიძის პოზიცია და ამ შემთხვევაში გაიყო პოზიციები და თქვენ მადლობას გითხრეს იმ გუნდის წევრებმა, ვინც გავიდნენ, ხო? არა, ჩემთვის მადლობა არავის არ უთქვია, უნდა გითხრა. მადლიერება გამოხატეს რაღაცნაირად პოზიტიური არავის არ გამოუხატია, მაგრამ მე გეტყვით, რომ ეხლა ნინო თქვენ არ ახართ ადამიანი, რომელსაც ესე იგი ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება რაღაცა სხვანაირ მოსაზრება. გადამდგარი ადამიანის საკითხის განხილვა ხელმეორედ არ ჩავთვალე საჭიროდ. ეგ იყო თემა. ეს აბსოლუტურად გასაგებია, უბრალოდ აქ ერთი დეტალი იყო, რომ ამაში არ დაგეთანხმათ ყობახიძე. არ დამეთანხმა ის თვლიდა, რომ ეს საკითხი მაინც უნდა გამოსულიყო, იმიტომ რომ რეგლამენტში იყო შეტანილი, მაგრამ ეს ასე არ განსაზღვრავს ჩვენი ახალი რეგულაცია ამას და როგორც განსაზღვრავდა ელემენტარულად ის გადაწყვეტილება მივიღეთ. აი თქვენ ძველი ოცნებელი ხართ, ხო? ძველი ერთ-ერთი მათგანი კონსერვატორი გახლავართ, უნდა გითხრათ, ოცნების პარტიაში მე არა ვარ, მე კონსერვატიულ პარტიას წარმოადგენ, მაგრამ ძველი გუნდის წევრი ვარ და მოჰიკანი იმ კოალიციური, ვთქვათ, ერთობიდანაც პარტიულად მაშინ ოღონდ იყვნენ მწვანეებიც, იყვნენ სოციალისტებიც იმ კოალიციაში, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ კონსერვატორებით არ ხართ ხომ შესული ოცნების ხართ წარმოდგენილი და არა კოალიციური რაღაც კი არ არის კოალიციური, მაგრამ მე გეტყვით რომ ჩვენ კონსერვატორებს გვაქვს ფრაქცია როგორც პარლამენტში, ასევე თვითმმართველობებშიც ყველგან 250-მდე დეპუტატი ყავს და ჩვენ გვაქვს სრული პარტიული სტრუქტურა შენარჩუნებული, მართალია ჩვენ იურიდიულად არა ვართ კოალიცია, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ დიახ ოცნებასთან ერთად ვართ პარტნიორები. დიახ. შემორჩით ოცნება შეიძლება. შემორჩით ერთად ვართ და პასუხისმგებლობას ერთად ვიღებთ ყველაფერზე. რომ თქვენ როდესაც ესეთი პრინციპების თემებიაო რაღაცებიო საუბრობთ ხოლმე რომ თქვით ხომ აი როდესაც პრინციპული საკითხი იყო მოსამართლეების. დიახ. ჩინჩალაძე მურუსიძის ეგრეთ წოდებული სია.
გაგიჩნდათ თუ არა პროტესტი და რა დოზით გაგიჩნდათ პროტესტი, რანაირად და სად გამოხატეთ, იმიტომ რომ მე პირადად შეიძლება დამავიწყდა, მაგრამ მოგახსენებთ, როგორ გამოხატეთ და სად გამოხატეთ და იმ შიდა სივრცეში, სადაც გადაწყვეტილებებს ღებულობთ, კიდევ ერთხელ ვამბობ და კონსერვატორები არასოდეს გარე სივრცეში არ გამოგვაქვს ის თემები, რაც შიგნით უნდა გადავწყვიტოთ. უმრავლესობის პოლიტიკაში ხართ. ჩვენ საჯარო პოლიტიკაში აგერ ეხლა საჯაროდაც გეტყვით რა პოზიცია მაქვს. მე ვგნებით რომ რაღაცა სადღაც საუბრობთ ვიღაცებს და ჩვენ ვერ ვიგებთ ყოველ შემთხვევაში. ჩვენ ჟურნალისტების გუნდი როცა შეიკრიბებით და ჩვენ გადაწყვეტილებებს როცა ღებულობთ საზოგადოებასთან ჩვენი პოზიცია კონსერვატორებმა არაერთხელ დავაფიქსირეთ მოსამართლეების თემაზე და მზადა ვარ ეხლაც გავაკეთო იგივე. მე გეტყვით, როდესაც 24 დეკემბერს მოვიდა ეს სია 10 კაციანი სია, უმრავლესობას ამასთან დაკავშირებით ქონდა და მათ შორის ჩვენს კონსერვატორებსაც უარყოფითი პოზიცია. რამაც გამოიწვია ის, რომ შემდეგ ეს იქნა გაწეული უკან ეს სია, რამაც გამოიწვია ის, რომ შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კრიტერიუმები შევადგინოთ და იუსტიციის საბჭომ არა ასე მოგვაწოდოს თავისი გადაწყვეტილება, როგორც მოგვაწოდა, არამედ კრიტერიუმებთან თანხმობაში მოგვაწოდოს ეს და ეს კრიტერიუმების კანონი ახლა არის შემოსული, რომელიც უნდა გითხრათ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება მეორედ მოსმენის წინ ვენეციის კომისიის ასე ვთქვათ გაივლის ეს სია რომ არ ჩაიგდო პირდაპირ მნიშვნელობით იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. აი თქვენ არ ჩაუგდია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. და საერთოდ ეს არ ყოფილიყო ეკაბესელიას რაღაცა ვთქვათ ფაქტი, როგორც ის გვეუბნება თუ რა ეს არ ჩაუგდია მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. ეს პოზიცია იყო უმრავლესობის. მას შემდეგ რაც ძალიან გახმაურდა და არავითარ შემთხვევაში ჯერ იყო უმრავლესობის პროტესტი, დაახლოებით 40-50 დეპუტატი უმრავლესობიდან ღიად და აქტიურად აფიქსირებდა პროტესტს ასეთი ტიპის საკითხის გადაწყვეტაზე. არა გაქვთ სწორი ინფორმაცია. მე ახლა მისმენენ ჩემი კოლეგებიც უმრავლესობიდან და მართალს ვამბობ, როცა ვამბობ, რომ უმრავლესობა არის სტრეს მოკლედ მე არც თქვენ სად მსჯელობდით ამ თემაზე, მაგრამ პირველ რიგში ეს თქვენს ჩვენ გავიგეთ ყოველ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს ორი არამოსამართლე წევრისგან ანადოლიძე, ნაზი ჯანიზაშვილი, ამის შემდეგ უკვე პროტესტი ღიად თქვა ეკაბესელიამ და მე პროცესი მოხდა. ანადოლიძე და ნაზი ჯანიზაშვილმა იციან თავის სივრცეში რაც ხდებოდა უმრავლესობის სივრცეში. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, პროტესტი არ ყოფილა მხოლოდ ეკაბესელიას და გედევან ფოფხაძეს, შეუძლიათ თვითონაც გამობძანდნენ და თქვან, რომ ეს პროტესტი იყო რამდენიმე ათეული დეპუტატისაგან უმრავლესობის მხრიდან, რამაც გამოიწვია ის, რომ საბოლოოდ მივედით კარგ შედეგამდე. ანუ კარგი შედეგი გამოიხატება იმაში, რომ მოსამართლეების წარდგენა ასე არ მოხდება ყოველგვარი რეგულაციის გარეშე. რაც შეეხება მოსამართლეების უვადოდ დანიშნვის საკითხს. აქაც გეტყვით, აქაც ჩვენ კონსერვატორებმა ღია დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ღია პოზიცია გულისხმობს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ 2013 წელს მივიღეთ და მაშინ იყო ძალიან სერიოზული და აქტიური ხმაური ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ ჩვენ ვთქვით, დიახ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სასამართლო ხელისუფლებას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა. ის რაც მივიღეთ 2013 წელს, შემდეგ 2018 წელს ჩავწერეთ კონსტიტუციაში. პირდაპირ, ანუ წინა მოწვევის პარლამენტმა რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ის შემდეგ ახალი მოწვევის პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში. ამით იმის თქვა მინდა, რომ ჩვენ არ ვიყავით მომხრე იმის, რომ უვადო დანიშნვის საკითხისთვის გადაგვეხედა მოსამართლეების ნაწილში, იმიტომ რომ მე ნინო ერთამესაც რომელ ხელისუფლებას აწყობს დავუშვათ ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც უნდა გააკონტროლოს ყველა და ყველაფერი დედამიწის ზურგზე, რომ უვადოდ ყავდეს მოსამართლეები დანიშნული. უვადოდ დანიშნული მოსამართლეები ადვილი საკონტროლებლები არიან. ამაზეა ლაპარაკი და ეს ნაბიჯი, როდესაც არა, კონტროლირებადი ხალხი. თუ პორტირებულები არიან, თუ ეს გამოცდილება აქვთ, თქვენ ხომ ჩემზე უკეთიცით ეს. უკეთესად რომ ვიცი, იმიტომ გეუბნებით. ნინო, სწორედაც რომ უვადო და კონტროლირებული მოსამართლეები იქნებიან არაჩვეულებრივად კონტროლირებულები უკვე არ გეთანხმებით. იმიტომ არ გეთანხმებით. ადამიანები, რომლებსაც აქვთ უკვე გარანტია იმისი, რომ მათ მდგომარეობას ვერავინ ვერ შეეხება, ის ადამიანები როგორ იქცევიან ამ პირობებში და სხვა პირობებში როგორ იქცევიან, ესენი ერთმანეთთან კარდინალურად განსხვავდება. მე მაგას არ ვამბობ. არა, ნინო, ხა თქვენ თუ გინდათ რომ ახლა იქეთ პერსონიფიკაციას რაც შეეხება, ცუდ
ფონდებსა და კარგებთან დაკავშირებით, აქაც პარლამენტს აქვს მიღებული თავის გადაწყვეტილება, რომ პერსონალურად უყრის კენჭს მოსამართლეების კანდიდატურას, რომელი მოსამართლეც იქნება ჩათვლილი პარლამენტის მხრიდან, რომ ის უნდა დაინიშნოს, უვადოდ დაინიშნება, რომელზეც იტყვის უარს პარლამენტი, ის ვერ დაინიშნება და ამაზე მეტი პარლამენტმა სასამართლო ხელისუფლების ფორმირების ნაწილში რა უნდა გააკეთოს. ანუ ვისაც უნდა იმას დანიშნავს, ვისაც არ ჩათვლის საჭიროდ, იმას არ დანიშნავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კრიტერიუმია ჯერ ეს არის ძალიან კრიტერიუმი არის ისეთი, რომ იმას რაც პირველი მოსმენთ მიიღეთ და ჩვენ ამაზე არ ერთხელ გვისაუბრეთ. მაგ კრიტერიუმებთან ნინო თქვენ გისაუბრეთ, მაგრამ მე მკითხეთ, რომ თქვენ ოპოზიციები სად დააფიქსირეთ. აგერ ვაფიქსირებ ახლა თქვენთან პოზიციას. კრიტერიუმებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ამ კრიტერიუმების კანონი ჩვენ განვიხილეთ უმრავლესობაზე არაერთხელ ეს კანონი და ამ კანონთან დაკავშირებით მე კითხვის ნიშნები არ მაქვს უნდა გითხრათ. რაც შეეხება იმას, რომ ვენეციის კომისიაში ვაგზავნით კიდე ამ თემას და ახლა მეორედ მოსმენის წინ ვენეციის კომისიის დასკონსოლიდები და შემდეგ ნათქვამი მაქვს და ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომელიც იქნა გაჟღერებული პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდანაც, უმრავლესობის ლიდერების მხრიდანაც, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, აბა უფრო მეტი ექსპერტი დედამიწის ზურგზე ვინ არის, ვისაც შეუძლია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მოგცეს კვალიფიციური რეკომენდაცია. ამ პროცესს იმიტომ რომ ეს არის შემთხვევითი და რიგითი საკითხი არც ერთი მოქალაქისთვის, ვინც მით უმეტეს იყო აქტიური 2012 წელს და ვინც ალბათ თქვენს მოგცათ ხმა. აი შიდა პროტესტები უმრავლესობაში უკაცრავად რომ გაწუხებთ კითხვები, მაგრამ ეს ყველაზე მეტად გვაწუხებს 2020-ის წინ. შიდა პროტესტები დასრულებულია ოცნებაში ამ ეტაპისთვის, როგორ ფიქრობთ, თუ დანაკარგებს ელით და შემთხვევით თქვენ სადმე ხომ არ ხართ რომელიმე სივრცეში, ესეც მაინტერესებს. შიდა პროტესტები მე რაც ვარ ქართული ოცნების ხელისუფლებაში სულ იყო. დღესაც არის და ხვალაც იქნება. შეუძლებელი არ იყოს და რატომ გეტყვით? იმიტომ რომ თვითონ უმრავლესობა არის შედგენილი არამსოფხედველობრივი ნიშნის მიხედვით. აი ჩვენ კონსერვატორები ვართ, არიან ლიბერალები, არიან მწვანეები, არიან სოციალისტები, არიან მემარჯვენეები. როგორ შეიძლება რომ ერთი და იგივე კანონი როცა შემოდის, ყველა სხვადასხვა დეპუტატი ან სხვადასხვა ასე ვთქვათ დაჯგუფების წარმომადგენელი ამ კანონს სხვადასხვანაირად განიხილავს. ამიტომ მე აი აზრთა სხვადასხვაობას კი არ გეკითხებით კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად კონკრეტულ თემებთან დაკავშირებითაა და კონკრეტულ საკითხებთან. აი ესეთ მწვავე თემებზე როგორიც ჩვენ ნახეთ და აი პროტესტივი გულისხმე წასვლა. თქვა და საჯაროდ თქვა და უკვე წავიდა. თქვა და წავიდა. უკვე ვითვლით ხო ასეთი ადამიანების რაოდენობას. აი სწორედ ამას გულისხმობ და თქვენ საუბრობთ ხოლმე რომ სულ იყო პროტესტები და არის. რა თქმა უნდა. მაინტერესებს სად აპროტესტებთ ხოლმე? აი ივანიშვილის ფაქტორი მინდა ახლა ჩავთოთ საქმეში თქვენ რა სიხშირით ხედავთ მას? თქვენ ნინო გინდათ რომ ესე იგი მე გამოვიდე და საჯარო სივრცეში ვილაპარაკო ის რაც არის ჩვენი შიდა სამზარეულო. საჯარო ნაწილზე ვილაპარაკობ. ანუ თქვენ რაღაც ეცაკეთებთ და მეორე საზოგადოებას აი სიმართლე იკარგება ამ პროცესში, თქვენ სადღაც რაღაცაზე მსჯელობთ, მე გამოდიხართ სხვა რამეს ამბობთ. მე უნდა გითხრათ, რომ ის რაც არის შიდა სამზარეულო საკითხები, ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენი კითხვაც არ უნდა დამისვათ. მე არ გაგცემთ ამაზე ისეთ პასუხს, რომელიც თქვენ მოგეწონება. სამზარეულოში ვინ ტრიალებს ეს მაინც რომ გითხრათ? სამზარეულოში ტრიალებს საპარლამენტო უმრავლესობა. ამის იქით? კი, ამის იქით პარტიის პოლიტიკური საბჭო. პარტიის თავმჯდომარე პროცესში როცა ვინმე ძალიან აქტიურად არის ჩართული. თუ შეგიძლიათ მითხრათ და თუ კონდა კვირის წინ დაახლოებით რაღაც საერთო სამშობლო სივრცეში და აი რა ტიპის კომუნიკაცია დღეს მასთან, იმიტომ ჩვენ რატომ ვკითხულობთ ახლა ამას? ხშირი შეხვედრა არის ძალიან. ხედავთ მას და საერთოდ არ ვიცით რა როლი აქვს პროცესში. ხშირი შეხვედრაა ძალიან ბიძინა ივანიშვილთან და შეხვედრა არის სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც არის მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. ხშირი შეხვედრაა, ძალიან ხშირი შეხვედრა. ზოგადია პასუხი და გითხარით შიდა სამზარეულოს თემებზე, არავითარ შემთხვევაში ჩემგან ვერ მიიღებთ ისეთ პასუხს თქვენ რომ მოგეწონებათ. რაც შეეხება აი ამ საერთო გზავნილებს, რომელიც შეიძლება ასეთ შეხვედრებზე წყალიბდება ხოლმე, მაგალითად, რომელიც შეცდომით მიიღო გუშინ ეკაბესელიანი, რომელიც მას ეხებოდა. მესიჯებს გულისხმობთ? მესიჯებს, ეგრეთ წოდებულ მესიჯ ბოქსებს, ვინ რა უნდა თქვას, როგორ თქვას და ასე შემდეგ. ეს რამდენად ხშირად ხდება თქვენს ეგრეთ წოდებულ ერთ-ერთ აპლიკაციაში WhatsApp-შიც თუ შეიძლება მესიჯი არის ორგანიზების ნაწილი.
ახლა 100-ზე მეტი დეპუტატი როცა არის, როცა პარტიაში არიან ასევე მოლაპარაკე ადამიანები, რომლებიც რა თქმა უნდა საერთო მესიჯის შეჯერება არის მნიშვნელოვანი და ეს ორგანიზების ნაწილია და ამას ახალია იმაში, რომ მესიჯებით შეიძლება ორგანიზება რა. ოპოზიცია არ მესიჯობს ერთმანეთთან და არა აქვს ჯგუფები ჟურნალისტებს არა გაქვს შექმნილი. ორგანიზების ნაწილია, ამიტომ ეს რატოა დაუშვათ რაღაცა დირექტივაზე საუბარი და დეპუტატს არა, აქ საქილიკო თემა არ არის, უბრალოდ სამწუხარო თემაა, როდესაც ვთქვათ იქ რომელ ღილაკს დააჭიროთ ითი ამას გეუბნებიან და ამის გამო ბევრი რჩება ხოლმე შეურაცხყოფილი. სხვა შორის კაცის მიღმა ამაზე საუბრობენ. ასეთი არ გააკეთებდა წახვალ, აი ასეთ კონტექსტია საუბარი. გასაგებია, მაგრამ კვაჭანტირაძემ გითხრა სხვათა შორის ჩვენ გადაცემაში, რომ საერთოდ არ იცით თქვენ უმრავლესობა ვინ აგზავნის რაღაცა ინკოგნიტო პირი, ანონიმური პირი, რაღაც ანონიმური ტელეფონით ასე გადავწყვეტეთ ჩვენ ყოველ შემთხვევაში. ჩვენ მესიჯები მოგდის, ესეთი მესიჯები მუშავდება, ესე იგი პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიმღებ რაღაცა ჯგუფი არსებობს, რომელიც ყოველ დღე ხდება მილიონი რაღაცა არ შემიძლია. რატომ იცით გეუბნებით ახლა პარტიული ნაწილია თუ გარე ნაწილია? პარტიული ნაწილიც აი ჩვენი პოლიტიკური გუნდი ღებულობს მესიჯებს, რა თქმა უნდა, დღეში 100 პოლიტიკური მოვლენა ხდება და ამასთან დაკავშირებით შეუძლებელია, რომ მთავრობა, პარლამენტი, ესე იგი ყველანი იყვნენ რაღაცა საერთო პოზიციაზე შეთანხმებული. რაღაცა ვარიანტები არის ხოლმე რა, თუ ვინმეს რამე სხვა მოსაზრება უნდა რომ იყოს და ასე შემდეგ, ამის კორექტირების შესაძლებლობებიც არის. და იყო დარჩენილ ხართ შეურაცხყოფილი დირექტიული მესიჯით. ასეთი არ ყოფილა. არა. მაპატიეთ, მაგრამ რაღაცა ხა ის მესიჯი, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია, რომ ამ საკითხზე ჩვენ ასე ვფიქრობთ. დირექტივა გააკეთებ ან წახვალ, ასეთი არ ყოფილა. ერთ შემთხვევაში იყო ბესელიას კანონპროექტთან დაკავშირებით, ხო? ახლა თქვენ იცით ეტყობა ჩემზე მეტი. მე არ მომსვლია არავით არის დირექტივა. კარგით და მაშინ გადავიდეთ ჩვენ 20-20-ის თემისკენ. როგორ ფიქრობთ თქვენ გაგიჭირდებათ თუ არა რაღაცნაირად მობილიზაცია ერთ წელიწადში არჩევნები პროცესს ეტყობა რომ ოცნებაც უკვე მოძრაობებს იწყებს ამ მიმართულებით არ არის სახარბელო მდგომარეობაში ზოგი ექსპერტი მასაც ფიქრობს რომ თქვენ კრიზისში ხართ ახლა რა ხედავთ? ამას ადრეც ფიქრობდნენ 2 წლის წინაც, 3 წლის წინაც, 4 წლის წინადაც ექსპერტების ისეთი ნაწილიც ვიცი რომელიც ასე ფიქრობ. მე გეტყვით ნინო 20-20-ში ჩვენ გვექნება პრობლემები თუ არ დავაბრუნებთ კომუნიკაციას მოსახლეობასთან. აუცილებლად ჩვენ გვჭირდება ესეთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ესეთი ტიპის პროექტები, რომელიც იქნება საქართველოს მოსახლეობის ინტერესების შესაბამისობაში. აუცილებლად. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია რომ ვიფიქროთ იმაზე რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში მოვიყვანოთ ჩვენი კანონმდებლობა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი ჩვენი ამოცანა. ჩვენ სიღარიბის დაძლევის პრობლემის წინაშე ვდგავართ და ვამბობთ ყოველთვის ჩვენი მთავარი გამოწვევა ეს არის სიღარიბე და სიღარიბის დაძლევას ვერ განვახორციელებთ თუ რაღაცა ტიპის კონკრეტული აქტიური პროგრამები არ განვახორციელებთ. ამიტომ ჩვენ მოსახლეობამ თავისი მესიჯი საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოგვიგზავნა და მივიღეთ ჩვენ ეს მესიჯი. ფაქტურად, როდესაც მეორე ტური გავაკეთეთ, რომ მიიღეთ მესიჯი, ამის შემდეგ რა გაკეთდა? ამის შემდეგ იყო მოსამართლეების თემა და სრული იგნორირება საზოგადოებრივი დაკვეთა. ამის შემდეგ არა, საზოგადოებრივი დაკვეთის სრული იგნორირება არ მომხდარა და არც მოხდება და მე გეტყვით, რომ სასამართლოების ნაწილში უკეთესად გამოვიდა, ნაკლები რეგულაცია იყო და მეტი რეგულაცია მივიღეთ და ისე მოხდება შერჩევა და ამაში ცუდი არაფერი არაა და არც ერთ ნაწილ საზოგადოებისას დაკვეთა ის არ მოუწია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ იყოს. პერსონებთან დაკავშირებით თუ აქვს საზოგადოებას რაიმე ტიპის პრობლემა, ესეთი პერსონები უმრავლესობის წევრებსაც გვაქვს. ბევრ მათგანთან და ამის აქედან გამომდინარე, ამ პერსონებთან დაკავშირებით ჩვენ კითხვის ნიშნები არ აგვაქვს, ისინი გახდებიან თუ არ გახდებიან, დარწმუნებულები ვართ, რომ ვერ გახდებიან. ამიტომ ჩვენ სასამართლოების ნაწილში არავითარი ტიპის საზოგადოების წინააღმდეგ ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, ამაში მე ვერ დავეთანხმები ვერავის. მეორე თემა არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია საკუთარ მოსახლეობასთან, ჩვენ გვჭირდება მეტი ურთიერთობა ჩვენ ხალხთან. ამ ტელეკრანთან რაღა დროსიო მე-7 წელი ალბათოზია ძალიან ხმარ გაგვიანებთ. ჩვენ რა არის იცით ნინო მას შემდეგ მე 2016 წლის არჩევნების შემდეგ ვფიქრობ რომ ეს რაღაცა ერთგვარი შეიძლება უკვე მეორე ვადით ხელისუფლებაში როცა ხარ რაღაცა ტიპის რაღაცა თვითდამშვიდება შეიძლება მიეცემ მე საკონსტიტუციო უმრავლესობა რაღაცა და არავით არის დამშვიდების უფლება ქართულ ოცნებას არა აქვს. ჩვენ არა გვაქვს დამშვიდების უფლება. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთადერთი შანსი
შანსი რომ 2020 წელი ჩავატაროთ კარგად, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად გავიდეთ ხალხში და ისეთი ტიპის პროექტები განვახორციელოთ, რომელიც სიღარიბის დაძლევაში, რომელიც დავუშვათ სოციალური თუ პოლიტიკური თუ რაღაცა ტიპის პრობლემების მოგვარებაში. ძალიან ცოტა დრო რჩება. არ არის ცოტა დრო არ არის. წელიწად ნახევარია, ნუ დააკლებთ ნახევარი წელიწად ცოტა არ არის. წელიწად ნახევარია. სამ დროს უკვე ისეთი საარჩევნო რეჟიმი იქნება, რომ იქ ისეთ საარჩევნო რეჟიმი იქნება, რომ საარჩევნო მოსყიდა და რა არის რეალური პროექტი. გასაგებია, ჩვენ რეალური პროექტები გვჭირდება სიღარიბის დაძლევის მიმართულებით, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად. თუ ამ გამოწვევას გავართმევთ თავს, მაშინ 20-20 საშიში არ იქნება პოზიტიურობის თვალსაზრისით, საარჩევნო პოზიტივის თვალსაზრისით, თუ ვერ გავართმევთ, მაშინ რა თქმა უნდა, შედეგი ვერ იქნება სახარბიელო. ამაზე არ შეიძლება სხვა აზრი არსებობდეს. ხედავთ, რომ თქვათ შესაძლოა რეალური იყოს კოალიციურ მთავრობაზე ფიქრი 2020-ისთვის. არაფერს არ გამოურიცხავ. და ეს იქნებოდა პოზიტიური ქვეყნისთვის, როგორ ფიქრობთ თქვენ? საინტერესო, სიახლე, პროგრესული. მე ყველაზე მეტად რაც არ მომწონს და დარწმუნებული ვარ ამ ჩემს მოსაზრებას ბევრი დაეთანხმება, რომ დღეს პარლამენტში როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას, იქ კიდე შემოსულია მხოლოდ ორ პარტია. ერთი არის ნაციონალური მოძრაობა და მეორეა პატრიოტთა ალიანსი. პატრიოტთა ალიანსი შედარებით მოგზალებული შედეგით შემოვიდა, ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი შემოიყვანა ნაციონალურმა მოძრაობამ. არაფრით არ შეიძლება რომ ეს ორპოლუსიანი სიტუაცია დარჩეს მუდმივად ქვეყანაში და ამან რაღაცა ტიპის რევანშიზმს არ შეუწყოს შემდეგ ხელი. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი მოთამაშე გაჩნდება პოლიტიკურ მინდორზე, ეს უფრო კარგი იქნება ქართული პოლიტიკისთვისაც, ეს უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური განვითარებისთვის. ამას ნამდვილად ასე ვფიქრობ. ზიად ძიძიგური პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ქართული ოცნების წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი. და ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ჩვენი სტუმრები უკვე ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან. ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი პარლამენტში, ასევე გიორგი ბარამიძე ნაციონალური მოძრაობიდან. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ. დავბრუნდებით. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, საღამოშიდობის ელენე, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად სტუდიაში. ჩვენ დღეს რამდენიმე თემას შევეხებით, მაგრამ მაინც დავიწყებთ ყველაზე ახალი თემით, ეს არის თქვენი ერთობა თავისუფალ დემოკრატებთან, საერთო კანდიდატი და საერთო ძალისხმევა საიმისოდ, რომ ის ვინც იყო, თქვათ, წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში, პერსონალურად იმ ძალის, რომელშიც თქვენც იყავით, მთავრობაში წარმომადგენელი, ის თქვენთან ერთად იქნება, კიდევ მას დაუჭერთ თქვენ ხართ რაღაცა პარადოქსული ამბავი ერთი შეხედვით, მაგრამ აბსოლუტურად რეალისტური და რეალობის ამსახველი. ამ გადაწყვეტილებამდე ბევრი ფიქრი იყო წინააღმდეგობები და რა ფასი დაჯდა შიდა პარტიული თუ შეიძლება ეს ითქვას. დიახ, აქ ორი კომპონენტია ხო ამ გადაწყვეტილების. პირველი ეს საუბარი, ანუ პარტიის ჩვენი მხრიდან პოზიციების დაახლოება, რაც რა თქმა უნდა ერთ დღეში არ ხდება, იმიტომ რომ ის კრიტიკა, რასაც ჩვენ ვიღებდით წლების განმავლობაში, ეს არ იყო, ეხლა სიტყვას ფასი არ დაუკარგავს, ხო, ეს იყო ძალიან სერიოზული კრიტიკა, ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკა და ამ წარსულის გადააზრება, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ამ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, მათ შორის თავისუფალ დემოკრატებთან ერთად და თავისთავად ეს პროცესის მართან კონსულტაციების იყო პარტიული პოზიციიდან რო თქვა ძალიან ჯანსაღი და კარგი პროცესი ჩვენთვის, იმიტომ რომ საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც მაშინ ბარიკადის იქით ამხარეს იყვნენ და ჩვენ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორი პოზიციებიდან გვაკრიტიკებდნენ, ეს საუბარი ყოველთვის ძალიან ჯანსაღია, მათ შორის ჩვენთვის, რომ გადავიაზროთ, ასე ვთქვა, ძალიან კარგად. იცე კი არა, რაღაც ზედაპირულად სათქმელად შეცდომები იყო. მართლა კარგად გავიაზროთ, როგორ გამოვიყურებოდით მაშინ ბარიკადების იმ მხრიდან, რა იყო ეს პრობლემები და ასე შემდეგ. ანუ შავგუზისთვის ამხატული მხარდაჭერა და ეს ერთობა არის ერთგვარი დეკლარირება იმის, რომ თქვენ შეცდომები აღიარეთ. რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული ჩვენ არა. ანუ დათმო თქვენმა მხარემ კომუნიკაციაში დათმო ამბობ აი თვითონ და ეს თუ დათმო რაღაცნაირი რევერანსი იყო ეს თქვენი. რა თქმა უნდა და ეს იყო არა დათმობა იმ თვალსაზრისით არ არის, რომ ვინმეს რამე კი არ დაუთმეთ, ეს იყო ჩვენთვის აი ამ წარსულის გადაფასების ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც საბოლოო ჯამში ჭირდება ქვეყანას ჭირდება და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვისწავლეთ
მათ შორის ჩვენი თავის გარედან შეხედვა, შეცდომების გააზრება უბრალოდ ვერც რა გვინდა საერთოდ მაშინ პოლიტიკაში და ვერც ქვეყანა ვერ წავაწი. მეორე მნიშვნელოვანი და ამ ხრივ რა თქმა უნდა ამ ადამიანების შემოსვლა კიდე ერთია, მე მგონი გიგი თქვა უგულავამ, რომ პრინციპში ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ძალიან ხელისუფლებაში ვიყავით და ძალიან ახალი ენერგია და ახალი ხედვა არის ეს ადამიანები, რომლებიც აი ესე როგორ თქვა, ხელისუფლებით გარყვნილები, ასე თქვა, არ ყოფილან ისინი იყვნენ ქართულ ოცნებაში რაღაც პერიოდი, მაგრამ კიდე სხვა ტიპის ადამიანები არიან, რომელსაც პოლიტიკური ოპოზიციური ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ და თქვა ხელისუფლებაში არ ყოფილან. ამ ხრივ ეს სინერგია არის ძალიან ბუნებრივი და ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, ალბათ კიდე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ყველამ გავიაზროთ პასუხისგებლობა, რაც გვაქვს 20-20-ის წინ და იმ ფონზე რაც ხდება ქვეყანაში. შალვა შავგულიძე იბრძოდა არა უბრალოდ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, არამედ ჩავალ შავგულიძე იბრძოდა და იბრძვის და დღეს ჩვენ ვიბრძვით, რომ არც წარსულში, არც აწყვოში და არც მომავალში აღარ არსებობდეს მთავრობა, რომელიც ისე დაარღვევს ადამიანის უფლებებს, რომელიც მოხდა მაშინ ჩვენი მთავრობის პრობლემებში, რაც ხდება ეხლა და რასაც გვთავაზობენ, რომ აი ერთ წრეზე ვიაროთ. აი ამ პრინციპს აპროტესტებდა შალვა შავგულიძე და ამ პრინციპისთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ დღეს ყველამ, რომ არ ხდებოდეს ის, რაც ხდება და ხდება უმძიმესი რამე. ეხლა არ ვიცი, კვირა არ გავარო რაღაცა პირადი ცხოვრების კადრები, გამოუძიებელი საქმეები. დღეს პარლამენტში ქონდა სხდომა ადამიანის უფლებების კომიტეტში მსჯელობდით ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულებაზე. და ნუ ხა ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის რო კითხვა არ გაჩენია არც ერთ გამოძიებაზე და პროკურატურასთან საერთოდ არანაირი პრეტენზია რო აქვს. ეს ხო თავისთავად დრამატულია პარლამენტია კლიმატის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ აი ვნახეთ უსაზღვრო რაოდენობა გამოუძიებელი საქმეების დაწყებული ზვიად რატიანის საქმე, რომელზეც ამაყად საუბრობდა ამ ტელევიზიაში შინაგან საქმეთა მინისტრი, მუხთარლის საქმე, ბირჟა მაფიის საქმე, ია კერზაიას საქმე, სარალიძის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველის საქმე. ანუ ჩვენ პრაქტიკულად ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ გამოძიება მიმდინარეობს ხო რა არის, რომ არ გამოვიძიებთ. არა, აი არ მაწყობს და არ გამოვიძიებთ. ეს სამწუხარო ფორმატია, უკვე როცა გეუბნები რომ გამოძიება მიმდინარეობს, დაელოდეთ და ეს ნიშნავს რომ უსაზღვროდ ხო ხა გასაგებია ხო რა უსაზღვროდ დაელოდეთ ნიშნავს რომ არ მინდა და არ გამოვიძიებთ. ანუ ჩვენი აი ეს მართლმსაჯულების სისტემა, რაზეც დგას ხო სამართლის უზენაესობა, რაზეც უნდა იდგეს, გვეუბნებიან რომ არ გვაინტერესებს. მეორე, კიდე სამომავლოდ გვთავაზობენ სასამართლო სისტემას იმისთვის, რომ აი ეს დამოკიდებულება უსამართლობის ბოლომდე გაამყარონ ამ ქვეყანაში. ხელში უნდა გარანტირებული ბერკეტები, რომ უზენაეს სასამართლოშიც რამე არ მოხდეს და ვინმე საქმე უკან არ დააბრუნოს, ისე როგორც მათ არ აწყობთ. და ეხლა ბატონი ზვიადი საუბრობდა ეხლა რომ გაკვეთილები გამოვიტანეთო პირველ ტურზე რომ ხელისუფლებამ საზოგადოებამ გითხრა საპრეზიდენტო არჩევნების რაღაცა პრეტენზია გამოხატაო და რა გაკვეთილი გამოიტანეს მურუსიძე რომ უადოდ დანიშნეს რა გვინიშნავს რომ იპასუხა ამაზე მურუსიძე დანიშნულია ის ლაპარაკობს რომ ვითომ ჩინჩალაძე მაგრამ ეს გამოტოვა ეს როდესაც მოხდა კრიზისი ეკაბესელიას მიერ გამოწვეული კრიზისი და მათ შორის არასამთავრობოების მიერ გაპროტესტებული ეს უბრალოდ შეურაცხყოფა სასამართლო სისტემის ეს სია როცა გადმოაგდეს იმის მეორე დღეს თუ გაიხსენებთ მურუსიძე დანიშნეს პირდაპირ ეს იყო რეაქცია რომ დიახაც გავიტანთ და მე პოლიცავჭომ ქართული ოცნების განცხადება გააკეთა იმის შესახებ რა კარგია ეს ყველაფერი და საერთოდ მურუსიძეს გადაფარებული არიან ხო ამიტომ ეხა ამ დეტალებში აღარ შევალ სისტემურად თავაზობენ კიდე რომ მარტო ის კი არა რომ ეხა რაც აქამდე ადამიანის უფლებები ირღვეო და ეს არაფერი და გამოძიება არ იქნება პლუს სისტემა უნდა შეიცვალოს ისე რომ მუდმივად ამათი ასე ვთქვათ წნეხის და აი მოსამართლობის სისტემის ქვეშ ვიცხოვთ თუმცა აი ელენე ეს მოცემულობა გასაგებია ახლა ლაგდება ოპოზიციური ფლანგი ხო იქნება რამდენიმე ცენტრი რაც არ არის ცუდი ზოგადად მეტეს თუ კი ყველა ცალ-ცალკე ასე დეკლარირებს ყოველ შემთხვევაში რომ მოგწონთ კოალიციური მთავრობის იდეა და ამაში ხედავთ ერთ-ერთ ესეთ კარგ გამოსავალს თუ კი ეს მოხდება 20-20-ში მე მაინტერესებს თქვენ როცა ახლოვდება 2020-ის არჩევნები რა მოლოდინი გაქვთ აი რაღაცნაირად კრიზისში მყოფი ხელისუფლება უფრო პრობლემური გახდება იმ თვალსაზრისით რომ გაჭირდება თავისუფალი არჩევნების ჩატარება თუ ეს ამდენი რეკომენდაცია ამდენი საყვედური თუ კი სმენადობა ამ რეკომენდაციების მიერ ჯერ კიდევ არის შერჩენილი გამოიღებს იმ შედეგს რომ 2020 იყოს უფრო თავისუფალი ყოველ შემთხვევაში ასეთი მასშტაბური 600,000 ადამიანის მოსყიდვა რომ დაერქვა ასეთი მასშტაბური ჩარევები არ მოხდეს პროცესში სამწუხაროდ რა ტიპის პროგნოზი გაქვთ სამწუხაროდ ხო ცოტა გამიტაცა არსებულმა პრობლემებმა ხო ამ პრობლემებზე იმიტომ
საუბრობდი, რომ მე თქვა, რომ ამ სიტუაციაში აუცილებელია ოპოზიციას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, იმიტომ რომ ის რომ ქართული ოცნება გაკვეთილებს ვერ გამოიტანს, ეს უკვე საკმაოდ ვნახეთ. მე მქონდა პერიოდი, როცა მქონდა იმედი, რომ იგებ აი 13-ში, 14-ში იგებ მიხვდნენ თავის შეცდომებს და სხვანაირად მოეცა. დღეს აბსოლუტურად ამოწურულია განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რაიმე იმედი, რომ ქართული ოცნება დაფიქრდება, ხალხს მოусმენს და რამეს გამოასწორებს. ამიტომ კიდევ უფრო სერიოზული პასუხისმგებლობა გვეკისრება ოპოზიციას და რა არის და რატომ მნიშვნელოვანი ჩვენი გაერთიანება. ქართული ოცნების სტრატეგია არის ის კი არა რომ ჩვენ რაღაცას გამოვასწორებთ, არა, პირდაპირ გვეუბნებიან რომ არ გამოვასწორებთ. ის რომ ჩვენზე უარესები არიან სხვები და დაპირისპირებას აკეთებენ, აი წინა მთავრობა თუ ეს მთავრობა. და პლუს ვცდილობენ რომ დაქსაქსული იყოს ყველაფერი. თვითონაც იქსაქსებიან იქ რაღაცა გაერთიანების მერე რა სიზამე რა კონფიგურაციას მოიფიქრეთ ბიძინაევანიშვილი კაცმა არ იცის. აი დაქსაქსულობაზე და შუღლზე აკეთებენ თავარ აქცენტს და აქ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა ბიძინაევანიშვილის თამაშით კი არ უნდა ვითამაშოთ. პირველ რიგში ყველამ ერთად პრინციპულ ფუნდამენტურ საკითხებზე გამოვნახოთ საერთო ენა. მათ შორის იმ ძალებმა, რომლებიც ბლოკს ვერ შევქმნით და ესე ახლოს არა ვართ, ხო? ეს არის პროპორციული სისტემა და ეს პროცესი დაწყებულია პროპორციულზე გადასვლაზე ყველა ოპოზიციურმა ძალამ, მინუს ქართული ოცნება უნდა იყოს, რომ ეს არის ყველას ინტერესში პროპორციულზე გადასვლა. და ასევე სასამართლო თემაზე და ასევე იგივე აი მაჟორიტარულ არჩევნებზე ეხლა რაც ხდება, ხო? აი მშუალედურ არჩევნებზე. ეს არის ერთგვარი ტესტი იმისაც, რომ ჩვენ ოპოზიციამ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ. ჩვენ განსხვავებები სხვა ოპოზიციურ ძალებთან ნამდვილად გვაქვს იგივე ნაციონალურ მოძრაობასთან ეს სიახლე არ არის. ამიტომ ჩვენ არ მოვიაზრებთ თავს ერთ კოალიციაში. ამასთანავე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავჭამოთ და სადაც პრინციპულია ბიძინაევანიშვილთან წინააღმდეგობის გაწევა და დღეს ეს არის თაწმინდის არჩევნები, ზუგდიდის არჩევნები, შუალედური არჩევნები, ეს არის პროპორციული არჩევნები და ეს არის 20-ისთვის მზადება. აქ ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა ამ საერთო ფორმა არ იქნება ამაში დარწმუნება ამ ეტაპისთვის ჭირს, იმიტომ რომ როგორც კი შეხების წერტილი იკვეთება, იგივე ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს შორის იქვე ჩდება პატარა კონფლიქტები, პატარა ცეცხლები, ჩაქრობაც მე რჩირდებათ ხოლმე თქვენ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას გამოეხმაურა ხო მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში მან თქვა რომ 1000 ცოცხალს ბევრჯერ ჯობსო ერთი მკვდარიო და ასე შეუთვალა ასეთ პასუხი იყო უგულავასთვის გაგზავნილი. მე იმან უპასუხა მანამდე კიდევ რაღაც თქვა, მოკლედ ეს არ თავდება. სადაც მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი იჩნდება, თქვენი პარტიის ლიდერები მუდმივად ამბობენ რომ ის ფორმაში ვერ არის, უნდა წავიდეს რასაც ვერ იღებს ნაციონალური მოძრაობა. აი აქ როგორ მოახერხებთ? დიახ, აქ პიროვნული რაღაცა გადაძახილები თუ გადმოძახილები თუ შეკამათებები ეს არ არის თავი და ამას მგონია რომ არავითარ შემთხვევაში ამას არ უნდა შეეწიროს პროცესი. ანუ ჩვენ არ უარყოფთ მიუხედავად იმისა, ხა როგორ ვილაპარაკებთ ერთმანეთში, არ უარყოფთ, ჩვენ შორის არის მართლა ფუნდამენტური განსხვავებები. ამას მე მგონი არც ნაციონალური მოძრაობა არ უარყოფს, ხა რომ შევხედოთ ბევრ განცხადებას იგივე ბანკებთან დაკავშირებით, უცხოელებთან დაკავშირებით, ეს პრინციპული განსხვავებები არის. მაგრამ აქ არის საუბარი, რომ ამ პრინციპული განსხვავებების და შეიძლება ადამიანური, ხა გულწრფელად თქვა, ეთყობა რაღაცა ადამიანური ისინიც არის, ხო? თქვა რაღაცა იმას ეწყინა, ესე დაწერა, აქედან ეწყინა, ესე უთხრა. ეს ჩვეულებრივი პროცესი არის. აი, მას ვკითხულობ, ასეთ მარტივ რაღაცებზე რომ ვერ ხდება შეკავება, რანაირად უნდა მოხდეს მე არ მგონია რომ ეს ჩხუბი იყო ძალიან შეურაცხყოფელი თუ ეს კინკლაობა და აღმისგან შეურაცხყოფებისგან აუცილებლად თავი უნდა შევიკავოთ, იმიტომ რომ უბრალოდ ამის უფლება არ აქვს. შეურაცხყოფებისგან, თავდასხმებისგან აუცილებლად უნდა შევიკავოთ თავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოვატყუოთ საზოგადოება, რომ ერთნაირ პოზიციაზე ვდგევართ. არ ვდგევართ. მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად კიდევ ერთხელ მეორე პროპორციული 20 წლის არჩევნები, სასამართლო სისტემა, აქ ოპოზიციამ უნდა შეძლოს აუცილებლად კოორდინაცია. ეხა ამ საკითხებში ინაშვილთანაც კი არის ხოლმე, ანუ იგივე სასამართლო მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია, რომ ეს ქართული ოცნების სატელიტია და ეს გამოჩნდა კიდევაც არჩევნებზე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაჯგუფდნენ კარგად, პროპორციულზე მაგალითად ინაშვილსაც იგივე პოზიცია აქვს და კონდეს ძალიან კარგი, ყველა მინუს ქართული ოცნება ესეთ პრინციპულ საკითხებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ 20-ისთვის ეს გზავნილი, რომ არ გამოვა აი დანაწევრება, დახლეჩვა საზოგადოების და უბრალოდ იმის გამოძრომა, რომ აი იქით წინამთავრობაა და ყველა ცუდი, არა, რა წინამთავრობა, შალვა შავგულიძე მათ გუნდში იყო. შალვა შავგულიძე მოვიდა იმ იდეით, რომ სასამართლო გამოსწორდეს. შალვა შავგულიძე მოვიდა იმ იდეით, რომ პროკურატურა აღარ იყოს ხელისუფლების ინსტრუმენტი და შალვა შავგულიძე წამოვიდა იმ იდეის გამო, რომ პროკურატურა გახდა მათი ინსტრუმენტი. ამიტომ აქ ეს დაყოფა ხელოვნური, რომელსაც გვთავაზობს ბიძინაიშვილი, ივანიშვილი დამთავრებულია და მათ შორის ჩვენი გაერთიანება არის სწორედ ეს გზავნილი, რომ იმ პოლიტიკურ ველში, რომელსაც ჩვენ გვაძალებს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ დარჩენას აღარ ვაპირებთ.
რაც შეეხება აი კონტაქტების რაღაც ლიმიტაციას, აი სად გადის ლიმიტი, რაც გათქმევინებთ თქვენ რომ აი ნაციონალური მოძრაობა მაინც იქ და დამთავრებული. ამის იქით ჩვენ ვერ წავალთ კონტაქტზე, ურთიერთობაზე და რაღაცა საერთო თემებიც კი აღმოჩნდება რომ სხვადასხვა მხარეს დარჩება. იცით რა, კონტაქტი არანაირი პრობლემა არ არის და მით უმეტეს ჩვენ ისიც უნდა ვისწავლოთ რომ ეხა პირად კონტაქტს, პირად ემოციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწირო ის ამოცანა რაც დღეს გვაქვს. კონტაქტზე არ არის. აქ არის საუბარი მაგალითად მოვიაზრებთ თუ არა ერთმანეთს საერთო ხელისუფლებაში. არა, არ მოვიაზრებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსხვავებული შეხედულებები გვაქვს პრინციპულად. მოვიაზრებთ თუ არა ერთმანეთს ერთ პარტიაში. არა, არ მოვიაზრებთ, ამიტომაც გავიყავით და იმიტომ რომ გვაქვს განსხვავებები, მაგრამ კონცენტრირება ამოცანებზე, რაც ჩამოვთვალე და ერთმანეთის ხელის არ შეშლა, ეს არის ის დაკვეთა, რაც დღეს მოდის საზოგადოებიდან და ჩვენ არ გვაქვს არავის უფლება, არც პირადი მიზეზით, არც რაიმე სხვა ემოციით თუ რაღაცით, რომ ამას შეუშალოთ ხელი. ეს არის ფორმულა ბიძინავანიშვილის დამარცხების. როცა ველიასი ნაწილდება, რომ მაინც ორპოლუსიანად არის ხოლმე წარმოდგენილი ხომ სივრცე, სადაც ერთ მხარეს არის ივანიშვილი, მეორე მხარეს სააკაშვილი. ფიქრობთ თუ არა თქვენ რომ მიუხედავად თქვენი განსხვავებული მოსაზრებებისა, მაინც შეიძლება დაგჭირდეთ 2020-ისთვის თქვათ, რომ დიახ სიმძიმის ცენტრი არის იქ, სადაც არის ერთი კონკრეტული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. ორივე ხა თავი არ მოვიტყოთ. ორივე მიხეილ სააკაშვილის ბიძინავანიშვილიც არის ორი ძლიერი ლიდერი და მე მეცაც ვიტყვი, როგორ იცვლებათ აქაც არის ჩვენი განსხვავება თქვა ნაციონალურ მოძრაობასთან. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, უნდა წააგოს ბიძინავანიშვილმა, ორივე ფიგურას ჩვენ ხედავთ ქართულ პოლიტიკაში. არ წარმოუდგენელია რომ ვინმე გადაწყვიტოს რომ ვიღაცა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან როგორც არ უნდა მოგწონდეს, ორივე არის ძლიერი, მაგრამ აი ეს კონსტრუქცია რომ ბიძინავანიშვილი ამას გვახვევს ხელოვნურად თავს რომ ერთადერთი პოლუსი არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. თავის იმ პარტიაშიც კი ნაციონალურ მოძრაობაში ჩვენ ხედავთ გარკვეულ ცვლილებებს, რომ იქ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, თუ გახსოვთ, ამაზე დიდი პრობლემები იყო თქვა რამდენიმე წლის წინ. ფიგურა გამოჩნდა არაერთი, ანუ იქაც კი არ არის ეს ერთი პოლუსი და ეს ხელოვნური კონსტრუქცია რომ ერთადერთი არის მიხეილ სააკაშვილი, მეტი სხვა არავინ, ესეც აწყობს ბიძინავანიშვილს, რომ ხატავს რაღაცა მტრის ხაცდაში რეალობა არ არის. არა, ეს არ არის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არ მოვაჩაძე რა დოზით იქნება ლიდერი, ეს მაინტერესებს, რომ სააკაშვილი რა დოზით გაიწია პროცესისგან. აი საინტერესოა ხა თქვენ შეიძლება არ იცით ზუსტად, მაგრამ რას ფიქრობთ? მე ვერაფრით ვერ შევქნი ილუზია, ანუ ვერ მოვატყუებ საზოგადოებას, რომ აქ ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ძალიან ძლიერი ფიგურა, რომლითაც მათ შორის სარგებლობს ბიძინავანიშვილი, რომ აი მე კი არა ვარ კარგი, მაგრამ ის გინდათ, რაც აი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატივა. ხო და საზოგადოების რაღაცა ნაწილს ამის ნამდვილად ამის წინააღმდეგ კონსოლიდირდება. მაგრამ ამ ორის მიღმა არსებობს, რაც თავარია საზოგადოებრივი განწყობები არსებობს და ამ საზოგადოებრივი განწყობებს უნდა უპასუხოთ ჩვენ, ან ჩვენ ახლა პოლიტიკოსები რამდენად ძლიერები ვიქნებით, რომ ამ საზოგადოებრივ განწყობებს უპასუხოთ, ეს უკვე ჩვენი პასუხისგებლობა არის, იმიტომ რომ არის ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც ამბობს, რომ მე არ მინდა არჩევანი ამ ორ შორის. შესაბამისად, ეს ველი საკმაოდ დიდია და ჩვენ ფიქრობთ, რომ ვალია ჩვენი, რომ აი ამ ველს ამ ადამიანებს, ესენი კი არ ჩაიხლაპონ, არამედ პირიქით ამ ადამიანებს მოთხოვნებს უპასუხოთ და მე საზოგადოებამ გადაწყვიტოს რა არჩევანს გააკეთებს, მაგრამ ამ არჩევანში პროპორციული სისტემა რატოა მნიშვნელოვანი? ვინც არ უნდა იყოს, ვერც ივანიშვილი, ვერც სააკაშვილი, ვერც უგულავა, ვერც ბოკერია, ვერც ჩავგულიძე და ვერავინ ერთპიროვნულად ვერ ჩაიგდებს მთელ ვერტიკალს ძალაუფლების. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ 20-ში ამიტომ არის კარგი, რომ მოხდეს პროპორციულზე გადასვლა და თუ ეს ვერ ვაიძულეთ ივანიშვილს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, მაშინ ძალიან სწრაფად 20-ის მერე ეს უნდა მოხდეს, რომ ის საფრთხე, აი მეც რომ მოვიდე ხელისუფლებაში, მე მინდა რომ მოვიდე ხელისუფლებაში იმ მანდატით კი არა, რომ ყველაფერი ჩემ ქვევით არის და კონტროლი აღარ მაქვს. პირიქით მოვიდეთ კოალიციური რაღაცა ძალებით ერთმანეთის ბალანსით, რომ აი ეს წრეზე სიარული რაც ხდება, აი ეს ადამიანის უფლების დარღვევა, ეს ძალაუფლებასთან ჩაჭიდება, ეს კონსტიტუციის მორგება, სასამართლოს მორგება, ეს საერთოდ ეტაპი დამთავრდეს ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ ქვეყანაში და არ ვიყოთ დამოკიდებული ბიძინავანიშვილი, ხან კარგი გვეგონოს, ხან ცუდი, სააკაშვილი ზოგს კარგი ეგონოს, ზოგს ცუდი და ამაზე ვიყოთ დამოკიდებულები, კარგი დიდი კაცები მოვლენ თუ ცუდი დიდი კაცები. აი ინარჩუნებთ რა ოპტიმიზმს, როდესაც აი ფიქრობთ არჩევნებზე, ფიქრობთ თქვენს გეგმებზე, ფიქრობთ სადრას გააკეთებთ და ამ დროს გახსენდებათ, რომ რესურსი, რომელიც მეორე მხარეს არის ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყნისთვის უკიდეგანო ფინანსური რესურსი, რომელმაც ყოველთვის შეიძლება ნებისმიერი ოპტიმიზმი დაამარცხოს. აი აქ რა
სიახლე შეიძლება გქონდეს ოპოზიციაზე თქვენ გაერთიანებას? დიახ, ნამდვილად არ მოვიტყუებ თავს, რომ აი ეს არჩევნების სისტემა, რომელიც ჩვენ შემოგთავაზა ბიძინა ივანიშვილმა, ანუ ის დარღვევები, რაც ადრე წინამთავრობაშიც იყო და პლუს კიდე უდიდესი ფინანსური რესურსი და რაც ნახეთ უკვე ეუთოს დასკვნებშიც ხო, რომ ამხელა პრობლემა არის, რომ ეს არის მარტივი, მაგრამ ნამდვილად ვარ დარწმუნებული და აი ოპტიმიზმი ნამდვილად მაქვს, ანუ მყარი რწმენა მაქვს იმისა, რომ არ არსებობს აი ეს რაღაცა მითიური ბიძინა ივანიშვილის ყოვლის შემძლეობა, ამაზე თამაშობს უბრალოდ, რომ აი იქ არის ის კაცი, რომელიც ყველაფერს შეძლებს. ნახეთ, როგორ ემსხრევა მილიონი რამე არ გამოდის ისე, როგორც მას უნდა და პირველი ტურის მერე მისი სახე გაიხსენეთ უბრალოდ, რამდენად გაურბოდა სიტუაცია ხელიდან. არ არსებობს ყოვლის შემძლე აი ესეთი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს ადამიანი, რომელიც წავა საზოგადოების უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ. ის აქამდე მას გამოსდიოდა მოსყიდვას და ყველაფერიც, იმიტომ რომ კრიტიკული მასა მაინც მე ვფიქრობ აძლევდა მას გარკვეულ ფორას, რომ აი კიდე რაღაცა პატარა შანსი გაქვს, რომ გამოიტანო გაკვეთილი და პლუს შეიძლება თვითკრიტიკულიც ვიქნები, რომ ჩვენ ოპოზიციას ჰქონდა დაშვებული შეცდომები ვერ შევძელით აი ამ ველიდან გამოსვლა, ბიძინა ივანიშვილის თამაშის მიდან გამოსვლა, წესებიდან გამოსვლა, შესაბამისად არ ვიყავით ისეთი ძლიერი ალტერნატივა. აი ეს გაერთიანებაც მნიშვნელოვანია, სწორედ ჩვენ საზოგადოებრივ განწყობებსაც უსმეთ. მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც, რომ უნდა გამსხვილდეს ეს პოლიტიკური და უფრო ძლიერებიც ვიქნებით და პლუს აი ეს არჩევანი რაღაცა წარსულსა და ეხლანდელ შორის კი არ ქონდეს, არჩევანი ქონდეს, რომ ეს არ გვინდა, არც იქაც არ მოგწონდა ბევრი რაღაცა და მომავალი გვინდა, რომელიც არ იყოფა აი იმის სურვილით ბიძინა ივანიშვილი რას გვეთქვის დღეს. თუმცა ყველაზე ახლოს ახლა მთაწმინდაა თქვენთან პოლიტიკური ამბიციის ვთქვათ სივრცე ვთქვათ გაშალოთ და აჩვენოთ თქვენ შედეგი. აი აქ როგორ ფიქრობთ ეს ყოვლის შემძლეობა რა პროცენტზე გადის ლადო კახაძისთვის, რომელმაც ბოლო არჩევნებში ხომ სხვა პარტიიდან 2% ნახევარი აიღო ამ უბანში 618 ხმა ესეთი შტამბეჭდავი კი და აი აქ ყოვლის შემძლეობის ელემენტით რა რესურს ხედავთ ახლა თქვენ ოცნებისთვის და თვითონ კახაძისთვის შემთხვევით ალბათ არ შეჩერებულა ხომ მასე არჩევანი რაღაც ალბათ სუმცირე რაღაცა ტიპის გამოკითხვა ჩატარდა რაღაც მოლოდინები ამ კანდიდატების ოცნების მხრიდან ალბათ თუმცა მე ვფიქრობ თავად ბატონ ლადოს პიროვნულად არ მინდა არაფერი ისეთი თქვა, ცუდი რა თქმა უნდა, უბრალოდ პოლიტიკურად ეს არჩევანი უკვე სისუსტის ნიშანია ჩემი აზრით. იმიტომ რომ მუდმივ ლაპარაკი რაღაცა სიახლეს შემოგთავაზებთ, რაღაცა კასტინგის კომპანიის დაიქირავეს, ხო, მე მგონი რაღაცა განახლებაზე ლაპარაკობდნენ და რეალურად, ყველაფერს ასხევს ალბათ განახლების გარდა ბატონი ლადო, ხო, ანუ მათ შორის პოლიტიკურად, ხო, მაგრამ რეალურად საზოგადოების არაფერს სიახლეს ამით ჩვენ არ თავაზობთ და ასევე ძლიერ კანდიდატად ნამდვილად ვერ აღვიქვამთ, თუმცა არაფრით არ ვიტყვი, რომ ჩვენ არ გვესმის რა ტიპის მანქანა დაგვიპირისპირდება აქაც და ჩვენი მუშაობა უნდა იყოს გათვლილი სწორედ იმ მოპარულ ხმებზეც, იმ გაყალბებულ ხმებზეც, რასაც აუცილებლად დაგეგმავს ქართული ოცნება. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ შალვა შავგულიძის კანდიდატურა არის ძალიან ძლიერი, იქნა გამომდინარე, რომ პასუხობს ყველაზე დიდ დღევანდელ პრობლემას. ეს არის უსამართლობის პრობლემას, სამართლის უზენაესობის და პრინციპულობის ალბათ განსახიერება არის შალვა შავგულიძე, რომელიც ერთი კონიუნქტურის პირობებში კი არა, წინა ხელისუფლებაშიც, ამ ხელისუფლებაშიც იბრძოდა პრინციპების, სამართლის უზენაესობის, სასამართლო თავისუფლების თვის და ეს არის ზუსტად ის, რაც დღეს ჭირდება და წესიერი პატიოსანი ამაზე აღარც გავაგრძელებ საუბარს, კვალიფიციური, ეს არის ის დაკვეთა, რაც აქვს საზოგადოებას. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამით ნამდვილად შევძლებთ. მადლობა წარმატებები მთაწმინდელ ამორჩეულს, მათ ასე ვთქვათ, უსურვოთ მთაწმინდელ ამორჩეულს წარმატება. ელენე ხოშტარია გვასხობდა კითხვებზე ევროპული საქართველოს წარმომადგენელი. ჩვენ ეს წუთში შემოგვერთდება გიორგი ბარამიძე ნაციონალური მოძრაობიდან თემები იგივე. რა ხდება ამ წუთში ნაციონალურ მოძრაობაში, რომელსაც რამდენიმე დღე ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ვაფრთხილებ ახლა ამ უმწიფარი სრულიად დაპატარავებული კაცუნების პატრონს ბიძინა ივანიშვილს. კიდევ ერთი წერილი თუ სიხარული ეკაბესელიასთვის გაგზავნილი მესიჯის ავტორი არ ყოფილა ანონიმური. შეთომეთ გადაუგზავნე ეკას ის მესიჯი წავშალე. პროცესი უმრავლესობაში რომელიც დღე მწვავდება. არ შეიძლება თანადგომა, ხელი უნდა გაუწოდოთ, რომ ამოვიდეს არ არის ეს
არ არის ეს ირონიით ნათქვამი, ის უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც არის. რა იკითხება ბოლო გადაწყვეტილებებში? სად ხედავს ოცნება თავის პერსპექტივას? ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე. თუ მოვახერხებთ ამერიკან ყუას, ერთ კვირაში უნდა გავაკეთოთ ერთ კვირაში. თუ მოვახერხებთ ერთ თვეში, ერთ თვეში. თუ მოვახერხებთ სამ თვეში, სამ თვეში. პროცესები ოპოზიციაში. ლიდერი, რომელიც თან გაიწია, თან დარჩა. კიდევ ერთხელ დაუკრათ დასში ადამიანს, რომელიც ამ პარტიებს და საქართველოს შესწირა ისრაელი. ალტერნატიული ამბიციის მქონე სივრცე, რომელიც თავს მალე მთაწმინდაზე გამოცდის. ჩვენ არ გავკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ ვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. პოლიტიკური სპექტრის ერთი კვირა პოლიტმეტრში დღეს. გიორგი ბარამიძე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, საომშვიდობისა ბატონო გიორგი, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ჩვენ ხედავთ ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს, ხედავთ მოძრაობებს. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენ ერთი ძველი წევრი ხართ ნაციონალური მოძრაობის. თქვენთვის რა შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის ცოტათი დისტანცირებით პოზიციურად ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის და გრიგოლ ვაშაძის თავმჯდომარედ ქცევით. მადლობა მოწვევისათვის. ჩვენთვის რეალურად არაფერი არსებითად არ შეიცვალა. ეს ნაციონალური მოძრაობის განვითარების ძალიან ლოგიკური ეტაპია, რომელიც არის ინიცირებული პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ, რომელიც იყო, აქვე ვიტყვი, შეიძლება ეს კითხვა გაჩნდეს თუ იმეს დაებადა, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და იქნება ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხოლო მისი ეს ინიციატივა დაკავშირებული იყო იმ რეალიებთან, რაც სამწუხაროდ გვაქვს ქვეყანაში, როდესაც მას ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ აქვს საშუალება საქართველოში ყოფნისა და პოლიტიკური საქმიანობისა ყოველდღიურ საფუძველზე, რაც ბუნებრივია, ძალიან საჭიროა ეხლა იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ნელ-ნელა იშლება, მას ცალკეული ელემენტები ეცლება და ბუნებრივია ჩვენ გვგზნობთ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, როდესაც ასეთ ვითარებაში ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანაში რაღაცა ქაოსი და რაღაცა არეულობა დამკვიდრდეს, იმიტომ რომ ამ მომენტში ჩამოიშლება ეს ხელისუფლება არავინ არ იცის, ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ამდენი ქარტეხილი გამოიარა, ამდენი დევნა გამოიარა, ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი ცილის წამება, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, მაყურებელმა კარგად იცის და რა აღმოჩნდა მართალი, რა არ აღმოჩნდა მართალი, ესეც საზოგადოებამ მეტნაკლებად იცის, რაღაცა მცირე რაოდენობით რაღაცა საკითხები ბუნებრივია პრობლემური, რომელიც იყო, ესეც ამის თაობაზე არაერთხელ გულაპარაკია, რაღაცა ამ დეტალებში ახლა შევთ, იმიტომ რომ ამაზე არ გვაქვს კი ბატონო, ხო და აქედან გამომდინარე, ეს არის ეს ორგანიზაცია, რომელმაც ამ ყველაფერს გაუძლო, დეკლარირებულ დევნას, რაც ივანიშვილმა განაცხადა ნაციონალური მოძრაობის განადგურების ამოცანა და ახლა ჩვენ როგორც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, აი ამ ქარტეხილ გავლილმა პარტიამ, ბუნებრივია, უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა გამომდინარე იმ ხარდაჭერიდან, რომელიც ჩვენ ბოლო არჩევნებზეც ვიგზენით, თითქმის 900,000 1 მილიონი ჩვენი ამორჩევლის ხარდაჭერა ჩვენი კანდიდატისა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისა და შესაბამისად ჩვენ ვალდებულები ვართ აი ეს ყოველდღიური პარტიული ცხოვრება წარმართოთ იმ დინამიურობით, რა დინამიურობასაც მოითხოვს დღევანდელი პოლიტიკური გარემო. თქვენთვის კარგახანია არის, თქვენი ლიდერი დიდი ხანია წასულია, წვდომა პარტიასთან დისტანციურად აქვს, ხომ შესაძლოა პირადი შეხვედრებითაც, მაგრამ ლიმიტირებულ რეჟიმში, აი დღეს რატომ დადგა ამ ცვლილების აუცილებლობა, თუ შეიძლება უფრო კარგად აგვიხსნათ ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შიდა დაკვეთაც იყო, შიდა პარტიული ეს არ იყო მხოლოდ გარე თემებით გამოწვეული იმის რომ შორს არ არის. შიგნით იყო სერიოზული კრიზისი, იყო ამაზეც საუბარი. ნამდვილად ვერ დავარქვენ ვერანაირ კრიზისს, პირიქით არჩევნებამდე შეიძლება გვეთქვა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რომ სირთულეები იყო პირველ ყოვლისა დაფინანსების და ამგვარ საკითხებს, რომელიც ბუნებრივია ორგანიზაციულ თემატიკას ხელს უშლის სერიოზულად, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ძალიან წარმატებულად ჩატარებამ, ფაქტიურად გამარჯვებამ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმის უნარის გამოვლენამ, რომ ჩვენ არ დავჩენილიყავით ჩვენს
ჩარჩოებში, ჩვენს ნაჭუჭში თუ გნებავთ და ჩვენ გაგვეფართოვებია ფრონტის ხაზი ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არა იმდენად ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ ქვეყნის აი ამ სცენისგან, აი ამ დიდი პრობლემისგან, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, ჩემი აზრით ძალიან დასაბუთებულად პუტინის საქმის მაკეთებელი ადამიანის ხელისუფლებიდან ჩამოცილება არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვახერხეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია უფრო კოორდინირებულად ჩაერთო ამ საქმეში და ჩვენ შევქმნით ერთად ჩვენს კოლეგებთან ერთად გაერთიანებული ოპოზიცია, ასე რომ ეს ორი ამოცანა ჩვენმა პარტიამ წარმატებით შეასრულა ჩვენს კოლეგებთან ერთად და ასევე გამოიკვეთა ძალიან ბუნებრივად დაიბადა ახალი ასე ვთქვათ ლიდერი, რომელსაც არ ჭირდება რაღაცა განსაკუთრებული წარდგენა გრიგოლ ვაშაძის სახით და მე ვფიქრობ, როდესაც ეს დაინახა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მან ბუნებრივად მომენტი გამოიყენა ზუსტად დაინახა ვადო გიორგი თუ მას უთხრეს და პარტიის შიდა მდგომარეებმა მიანიშნეს, რომ ეს ასეა ახლა საკეთებელი იმისთვის, რომ უფრო რეალისტურ სივრცეში მოეწყო. აი ასე საკითხის დაყენება რაღაცა ვიღაცამ უთხრა, ანუ რაღაც ისეთი ასე ვთქვათ იმას გემოსტოვებს, არა, სხვა რამეს ვამბობ, ისეთ გემოსტოვებს თვითონ ვიღაცამ დააძალა, ხოლო რაც შეეხება საუბრები, რაც შეეხება რა არის ჭირდება პარტიას, ასე შემდეგ, ხო ეს ბუნებრივია და ჩვენ იმთავითოს ყველა შორის 2017 წელსაც ქონდა მზაობა, რომ პარტიის თავმჯდომარე სხვა ყოფილიყო. თქვენ იყავით მათ შორის, თქვენც გეკუთვნით, თქვენ ხართ არჩევის ავტორი. არა მარტო მე ვიყავი. თვითონ პრეზიდენტ სააკაშვილი იყო, რომელიც ამ ასე ვთქვათ ნაბიჯზე მზად იყო. ოღონდ არა იმ მეთოდით, არა იმ წესით და არა ისე, როგორც ერთი ნაწილი მაშინ ჩვენი წევრებისა ამას თავაზობდნენ მთელ პარტიას. ნუ ეს წევრობა საქართველოს წავიდა, ხო? ნუ ის ნაწილია, ხო, ის ნაწილი ჩვენი წევრებისა. ხომ მაშინ ხომ არ იყო შანსი, რომ ეს ერთობა შენარჩუნებულიყო, თუ კი მიხეილ სააკაშვილი თუ გახსოვთ, თქვენთანაც ვიყავი ეთერში და სულ რო იტყვე შუაში ვიდექი და სულ ჩემი პოზიცია ის იყო და ორივე მხრიდან მიღებდი, ასე ვთქვათ, დარტყმებს, რომ ერთობა არის ახლა მთავარი. ამიტომაც დღესაც ვთვლი, რომ ვიზიარებდი რა თელ რიგ შეხედულებებს ჩემი მეგობრებისა, რომლებიც გავიდნენ პარტიიდან და მიმაჩნდა, რომ ეს რეფორმები გადასადგმელიყო და ამას ვიზიარებდა პრეზიდენტ სააკაშვილი, ეს უნდა გაკეთებულიყო ძალიან სწორად და არა ისე, როგორც ისინი თავაზობდნენ და რაც მათ შემდეგ გააკეთეს, მე მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ჩემი მხრივ, ასე ვთქვათ, ადამიანური ურთიერთობა არ შემიცვლია მათთან, მაგრამ მათ ჩაიდინეს ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ სწორედ ამ ერთობას დაარტყეს, რითაც ამოასუნთქეს მაშინ ბიძინა ივანიშვილი. სულ ძალიან მექანიკურად კიდევ ამ თემას თუ გნებავთ, რომ დაუბრუნდეთ, თქვენთანაც მაქვს ეს ნასაუბრები, ხო? ჯერ კიდევ წინა ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობა რო ერთად ყოფილიყო და აი ეს ეგრეთ წოდებული გახლეჩის თემა არ წამოეწია და აი ეს რაღაცა დაბნეულობა არ შემოეტანათ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და ჩვენს ამომრჩევლებში, ჩვენ ძალიან ბევრ რაიონში უკვე უმრავლესობა გვექნებოდა საკრებულოებში, თბილისში ყველა ვარიანტში მეორე ტური იქნებოდა ჩვენ კანდიდატთან და პოლიტიკური პროცესები ჯერ კიდევ მაშინ როგორ წარიმართებოდა კაცმა არ იცის და ახლაც კიდევ ერთხელ გამოავლინა, ახლაც ჩვენ კანდიდატი ერთი რო ყოლოდა პირველივე ტურში მოვიგებდით. ანუ გამოჩნდა რომ რამდენად არასწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ პატივისცემით ვლაპარაკობ მე ხა ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კატეგორიულად დიდ შეცდომა და უაღრეს დიდ ასე ვთქვათ. ეთქო რომ ამოასუნთქესო ივანიშვილიო. ეს შეგნებული ნაბიჯი ხომ არ იყო, ამას ხომ არ გულისხმობთ. არა, იცით რა არის, მე იქ იმდენი ისეთი მე მათ შორის აი ელენე ხოშტარი აგერტენ სტუდიაში იყო, მე ასეთ ადამიანებზე, ასეთ რაღაცას არაზრუს არ ვიფიქრებ. მე მიმაჩნია რომ ეს ხო ძალიან დიდი შეცდომა. ძალიან დიდი შეცდომა, ოღონდ მართლა ძალიან დიდი შეცდომა, რომელმაც გამოჩნდა, ხო? აი მაშინ ვამბობდით რომ ეს შეცდომა იქნებოდა და ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და აი ხა რასაც ვაპარაკობ, უფრო მიადვილდება, იმიტომ რომ ვამბობ კონკრეტული ფაქტების მოშველიებით, ხო? ადგილობრივ არჩევნებზე ეგ მოხდებოდა და წარმოიდგინეთ რა ვითარება იქნებოდა ქვეყანაში და ივანიშვილი რო ასე ვერი პარპაშებდა, ხო, ცხადია და საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილი ნამდვილად პირველივე ტურში დამარცხდებოდა, ხო? და აქედან გამომდინარე ხა ფაქტია რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი.
ხო და ძალიან დამაზიანებელი. ახლა ელენი ხოშტარიძე გამოყავით ის ერთ-ერთი ესეთი მშვიდობიანი ადამიანია ამ პროცესში ყოველთვის ასე იყო. ნუ ჩემი მოადგილე იყო და შემიძლია თქვა რომ აი ჩემი უცნაური ძალიან ახლო მეგობარია და ამ ადამიანზე მხოლოდ დადებით შემიძლია ვილაპარაკო ისე როგორც ბევრ სხვა ჩემს მეგობარზე რომელიც შეიძლება პოლიტიკურად არ ვეთანხმებოდე მიმაჩნდეს რომ რაღაცა მომენტში დიდი შეცდომა დაუშვეს მაგრამ ახლა შეცდომა ხო ეს არ არის ვთქვათ ისეთი ცოდვა რომელიც გამოც ჩვენ ან მეგობრობა უნდა დავკარგოთ ან შემდგომში პოლიტიკური პარტნიორობა არ უნდა ეს მოსაზრება ვრცელდება ყველა დანარჩენ ლიდერზე მაგალითად გიგი გულავა როგორც ყველაზე ერთნაირად ბუნებრივი არ ვრცელდება თავიდანვე თქვა მომძიმე ფრაზები ვთქვათ ჯართი უწოდა სააკაშვილს დღესაც თქვა რომ კარტფორმაში ვერ არისო თქვა სხვაშორ სააკაშვილს პასუხა მას რომ მემკვდარი გჯობი ვარ თვითონ გაიცინა ერთ პოსტში ვნახე როდესაც ზუსტად 2 დღის შემდეგ როცა ფორმაში არ არის თქვა Fox News-ში ვთქვათ აი ეს სტუდიაში ეჯდა Fox News-ის ფორმაში ამყოფი პრეზიდენტი ხო ანუ დასხნა რომელიმე მათგანი ძალიან ფორმაში რო არიან ხო ხა უბრალოდ სასაცილოა და მე ვფიქრობ რომ უნდა შეწყდეს ესეთი არასერიოზული სწორედ საუბრები ესეთი შეურაცხყოფელი საუბრები პირველ ყოვლისა მე ვფიქრობ ეს ასეთი საუბრები და ასეთი ეპითეტები მიხეილ სააკაშვილის მიმართ მათ უქმნის პრობლემას და არა მიხეილ სააკაშვილს ამიტომ თუ ჩვენ ახლა იმ ტალღაზე ვართ რომ შევეცადოთ აი ეს უთანხმოებები უკანა პლანზე გადავწიოთ შევეცადოთ ეს რაღაცა უცოდველი და შეუნსტარი დედამიწის ზურგზე არავინ არ არის არც ერთი ჩვენთაგან და არც არავის არ გვაქვს ამის პრეტენზია ჩემით დავიწყებ ხო ბუნებრივია ყველას მოგვწია შეცდომაც და ცოდვილები ვართ დედამიწის ზურგზე ვინც ვართ ადამიანები ხო მით უმეტეს პოლიტიკაში რაღაცა პრობლემები ყოველთვის იქნებოდა მაგრამ ჩვენ თუ ახლა ამის ჭხრიკნით ვიქენით დაკავებული ისევ ამოვასუნთქებთ ისევ ივანიშვილს ამიტომ ჩვენი ამოცანა ამას ამბობთ რამდენი ხანია და ამას ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი რამდენი ხანი ჯერ კიდევ როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ინიციატივით გამოვიდა მაშინვე ამბობდა რომ უნდა გავერთიანდეთ გადავდოთ ყველაფერი გვერდზე წყენები საფუძვლიანი უსაფუძვლიანი ვისაც შეგვიძლია რომ ეს თავარ ამოცანად ახლა მაინც დავისახოთ მართლა გულწრფელი ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ ვისაც როგორ გვესმის მაგრამ ერთიანი ფრონტით ჩვენი განსხვავებულობით ჩვენი დამოკიდებულებით ერთმანეთისადმი ამას კი ბატონო ნუ დავივიწყებთ მაგრამ ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადავდით იმიტომ რომ ჩვენ ვართ მე ესე მიმაჩნია ვალდებულები ეს ყველაფერი ასე გავაკეთოთ თუს დასრული პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები ეს რაც ახლა ხდება მთაწმინდაზე და ზუგდიდში ხომ ეს იქნება პრეცედენტული არჩევნები ძალიან მინდა რომ იყოს ეს უკვე გადაწყვეტილია რომ იქნება თუ კიდევ შეიძლება რომ მსგავსი ტიპის გადაძახილება იკლაუბებმა ეს პროცესი მიჩაჩაოს გადაწყვეტილი არის რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ და შევეცადოთ რომ მართლა ეს უფრო ფართე ფრონტი ხო არის აი ერთი გაერთიანებული ოპოზიცია სადაც ეხლა უკვე 11 უკვე გაიზარდა 12 პარტია შედის თაკო ჩარკვიანმა თავისი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა შემოვიდა გაერთიანებულ ოპოზიციაში მოგეხსენებათ და ეს კიდევ უფრო ფართე სპექტრი იყოს ეხლა ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ეს არ არის პოლიტიკური კოალიცია მაგრამ ერთი თემის გარშემო ერთად ვართ 20 პოლიტიკურ პარტია სადაც ისინი საერთოდ ევროპული საქართველოს არის გაერთიანებული დემოკრატებიც არის რესპუბლიკური პარტია სხვაებიც არიან სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, სხვა უჯანაძის პარტია, რომ შევცვალოთ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ საარჩევნო, სხვა სისტემა მოვიყვანოთ იმ მდგომარეობაში, რასაც ყველა იძახის, ყველა შეთანხმებულია, რომ ის არის სწორიო. უბრალოდ ქართული ოცნებაც იძახის, რომ ეს სწორიო, ოღონდ ეს 2020-ში კი არ გავაკეთოთ, ეს სწორი რაღაცაა, არამედ 2004-ისთვის გადავიდეთ, იმიტომ რომ ახლა უფრო მაწყვეტს. იქნება ამ პროცესის დრო ძალიან ცოტა დარჩენილი. იოლი რო იტყვე ფაფისჭამა მარტო, მაგრამ ახლა თუ ერთად ვიქნებით და თუ აი ეს სულისკვეთება თანამშრომლობისა გავრცელდება ყველაზე და მათ შორის ერთ-ერთი ამის დემონსტრირება იქნება აი ეს გამოტოვებული არჩევნები და აი სადაც კორუფციის გამო ვიღაცები დაიჭირეს და ვიღაცა შარდის წასმის გამო არ დაიჭირეს მაგრამ გადადგა და ასე შემდეგ ქართული ოცნებიდან აი ჩვენ იმ უბნებზე უნდა გავუმართოთ ბრძოლა ივანიშვილს და ჩვენი ფორმულა არის ძალიან მარტივი ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია და გაერთიანება რომელიც რეალურად შეებრძოლება ივანიშვილს. ამიტომ იმას რომც არ უნდოდეს ჩვენ მაქსიმალურად რაც შეგვეძლება ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა რესურსებით რაც შეგვეძლება დავეხმარებთ. შესაძლოა რომ ეს არ იყოს ისეთი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია ვიქნებით გულშემატკივრები. აი ხა ეს უკვე კონკრეტულად ცოტა უფრო გვიან გვეცოდინება რაში გამოიხატება თქვა აი ესეთ თქვა უფრო ორგანიზებულ და უფრო მასიურ მხარდაჭერაში ერთმანეთის სხვადასხვა უბანზე თუ როგორი ფორმები იქნება თანამშრომლობის. აი აუდიტორიის ნაწილს მაინც ექნება შეკითხვა, ცოტა რთული დასაჯერებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ხავს პოლიტსაბჭო, უფრო გამრავალფეროვნებული პარტიას ხავს ახალი თავმჯდომარე,
რომ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პროცესში. აი რანაირი წასვლა ეს დროებითი უკან დაბრუნების ბილეთით სანდრა რულოვსის დასახელება მე ვსვამ ასე კითხვას. დროებით განერიდა ყოველ შემთხვევაში ეს მოლოდინი ხანი არის. გითხარით რომ არაფერი არ შეცვლილა. ანუ ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები? გადაწყვეტილების მიმღები არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. და ბოლო სიტყვა ყველაზე წონიანი არის გრიგოლ ვაშაძის. ნამდვილად არ არის ახლა არც თქვენს ეთერში აქ დღეს და არც სხვა ეთერში რომ ყველა ადამიანი დავარწმუნო, იმიტომ რომ ამაში, იმიტომ რომ ვიცი რომ აი რაც არ უნდა თქვა ადამიანმა ვერ დაიჯერებენ, ანუ ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენს საქმიანობას, ზოგი შემდეგ დაიჯერებს, ზოგი არასდროს არ დაიჯერებს, რაც არ უნდა დაინახონ, ხო? აქედან გამომდინარე, ეს არ არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანა არის ვამხილოთ ივანიშვილის რეჟიმი, ჩვენი ამოცანა არის კიდევ უფრო მეც გეტყვით. არა აი ამ თემებზე ვისაუბროთ, აი მე მაგალითად არ მახსოვს, როდის ჩატარდა სერიოზული ეთერი, რა ვიცი, ან თქვენთან, ან გინებათ რუსთავიორში, ან სხვაგან, ისეთ საჭიროებო საკითხებზე, რომელიც თქვათ ეხება უმუშევრობას, სიღარიბეს, ეკონომიკის განვითარებას. ხო, ანუ მე თუმცა ამავდროულად ისიც მინდა ვთქვა, რომ ესეც უდიდესი პრობლემაა, რომ ჩვენ აი ამ ყველაფერს ვახორციელებთ იმ პირობებში, როდესაც ვიცი რომ შეიძლება ეხა გვიყურებდეს, როდესაც ჩვენი აი ბოლო ამ ხელისუფლების ჭალებში მსხვერპლი, მაგრამ მათ ისინი რო ფიქრობენ მსხვერპლი არის დათო კირკიტაძე, რომელიც დღესაც საკანში ზის იმ ბრძოლისათვის და იმისათვის, რომ მან რუსთავში დაამარცხა ბიძნეევაშვილი და ეს ბრძოლა მიუხედავად ამისა გაგრძელდება. ხა ვინმე შეუძლია თქვას, რომ თქვათ ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავის დროზე დათო კირკიტაძე არ იღებდა მონაწილეობას, ან თუნდაც დღესაც ის რო ციხეში ზეც, ხო, რომ ის ას არ გავითვალისწინებთ. ან ვინმე შეუძლია მართლა სერიოზულად თქვას, რომ გრიგოლ ვაშაძის პოლიციის თავმჯდომარის ნებისმიერი ჩვენთაგანის არ გაითვალისწინებს მთელი გუნდი. იგივე თუნდაც მიხეილ სააკაშვილი, ხო? ეხლა გადაცემა იმით დავიწყეთ, რომ ვიღაცამ მიხეილ სააკაშვილს უთხრა და იმიტომ გააკეთაო, ამ ხელა გადაწყვეტილებას ხომ არ უთხრა თქო და ამიტომ ხომ არ გააკეთა, თუ შიდა პროტესტი ხომ არ იყო პროკურორის მიკითხე. აი არ არის ეს ორი უკიდურესობა არ არის, რომ არც ვინმე ამას აძლევს. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე გეტყვით, მე თქვენ შტაბში ვიყავ, როდესაც მეორე ტური დასრულდა, საკუთარი თვალით ვნახე იქ განწყობები და ვნახე ვიდრე გრიგოლ ვაშაძე მიიღებდა გადაწყვეტილებას, ვიდრე შტაბის ხელმძღვანელი რამეს იტყოდა, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და გზა რეცეპტი, რაც არ იყო კოორდინირებული აშკარად, არც კანდიდატთან, არც მთავარმოქმედ პერსონაჟებთან, ვინც იბრძოლა, რომ გამოეცხადებინათ დაუმორჩილებლობა, მან უკვე თქვა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, ხვდებით? ანუ ძალიან სერიოზულ ხერხულობას ჩააგდო მთელი შტაბი, მე ყოველ შემთხვევაში ასეთი აღქმა მქონდა და იქნება თუ არა ასეთი მოულოდნელი არეულობები მისი მხრიდან მუდმივი. აი ეს არის ძალიან საინტერესო, რა დოზით იქნება მე მგონი ყველასთვის ნათელია და ამაში ალბათ არ უნდა შემეწინააღმდეგობა, რომ არის ძალიან არაორდინალური პიროვნება და ძალიან არაორდინალური პოლიტიკა. ეს თქვენ არ ხვდებით ასე, სხვანაირად დაარქმევდა, ვთქვათ, ამ ხო, ნუ ახლა ჩვენი მტრები და ჩემი აზრით ჩემი ქვეყნის მტრები, გარეშე მტრები, სხვანაირად ხატავენ მას და ამ პროპაგანდას ქვეყნის შიგნითაც იტაცებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დღეს აღმოსავლეთ ევროპაში მთავარი გულწრფელი, ხმალამოღებული და დაუმარცხებელი რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა 2012 წლის სპეცოპერაციის დროს დაამარცხა ჩვენი პარტია, დაუმარცხებელი ლიდერი პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში. და ბუნებრივია, მას ისეთ რაღაცებიც აქვს ნათქვამი, რომელიც წლების შემდეგ გაირკვა, რომ ვა, თურმე რაღაცა მაგარი რაღაცა უთქვამს მიშას და თურმე ეს რაზე საუბრობდა და ასე შემდეგ, ხო? შეცდომებიც მოსულია, ბუნებრივია და ადამიანია, ხო? ამიტომ ვარ ჩვენ ამ ადამიანთან სრულ ინტერაქციაში, რომ ბუნებრივია ჩვენ ყველაფერს ვისმენთ, რას ლაპარაკობს ის ადამიანი და ჩვენ მე ჩვენი განმოსახედიდან რაღაცებს ვაკორექტირებთ, თუ დასაკორექტირებელია, ყველა შემთხვევაში ერთიანი ფრონტით ვიბრძვით, ხო? მის იმპულსურობა ასე დაწავა, ანუ თავმჯდომარეობასთან ერთად ის შეიძლება ყოველთვის სიურპრიზებს გთავაზობდეთ ნაციონალურ მოძრაობას, აი მსგავს მაგალითად. მისი ენერგიულობა ღმერთმა დაიფაროსო, სადმე წავიდოს, აი ამ არაორდინალურობაში არის მისი უნიკალურობაც და მისი ქარიზმატიულობაც მიხეილ სააკაშვილს მოსდევს ამდენი გულწრფელი ხარდამჭერი და საქართველოს გულწრფელი პატრიოტი და ეს ვერ მოკლა ბიძინა ივანიშვილმა, ვერ დააშინა და ვერ გაანადგურა. შესაბამისად, ხა როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაიგნორება, ხო? ამიტომ
ბუნებრივი არც ერთი ჭკუატყოფილი სერიოზული პოლიტიკოსი მით უმეტეს იმ პარტიაში რომლის დამაარსებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არის არ უგდებდეს ხურს და სერიოზულად არ განიხილავდეს იმას რასაც ლაპარაკობს პრეზიდენტ სააკაშვილი მაგრამ ეს არ არის ყურის დაგდება ესე რომ აი დიახ ბატონო რასაც სიტყვით როგორც სიტყვით ეგრე არ არის არასდროს არ ყოფილა მით უმეტეს ჩვენს ურთიერთობებში ხო და არის ძალიან პრინციპული საუბარი ხშირად ჭუბებიც არის ჭუბები აი ჭუბობთ მაგრამ აი რომ ვიჭუბებთ ხო მე მივალთ ერთ აზრამდე თუ კი რაღაცა არის საჭუბარი რაღაცა იშვიათად მაგრამ ხდება ხოლმე ესეთ რაღაცებიც ხო და მე ერთიანი ფრონტით უფრო აი ყველა პლუს მინუს ან ყველა ფაქტორს რო გავითვალისწინებთ და აი ამ ჭუბში თუ დავაში ამოვწურავთ ასე ვთქვათ არგუმენტებს მე მოქმედებთ ერთიანი ფრონტით ასე იყო იმ დროსაც რა მომენტის თქვენ ახსენეთ ხო ჩვენ მიმოქმედეთ მაინც ისე როგორც ეს ჩათვალა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ასე ვთქვათ უფრო ზომიერად უფრო ასე ვთქვათ იმ რეალიების გათვალისწინებით რაც ჰქონდა ჩვენ საქართველოში თორე რა თქმა უნდა ეს მიხეილ სააკაშვილის ნათქვამ იქიდან იყო ის სწორედ ისი ღირსის იქნებოდა ეს ხელისუფლება ამ ხელისუფლებას წესით არ უნდა დაემორჩილოს არც ერთი პოლიციელი და არც ერთი ჯარისკაცი იმიტომ რომ ეს ივანიშვილი არის პუტინის ბრძანებების შემსრულებელი და ეხლა არ გვაქვს უბრალოდ ამის დრო თითოეულ სეგმენტზე ჩვენ ქვეყნის ცხოვრების აი სიღარიბიდან დაწყებული ეკონომიკა გაჭირვება ლარი ბანკები ენერგეტიკა ჯარი დაზვერვა კონდაზვერვა ჯანდაცვა განათლება ყველა სფეროში უკან მივდივართ კრიმინალი აღარ ლაპარაკ ხო და ახლა აბა რას ნიშნავს ქვეყნის განადგურება და დეგრადაცია ეხლა აუცილებლად ივანიშვილი უნდა იყოს რომ ეს მივხვდეთ ივანოვი რო ყოფილიყო მაშინ უფრო ადვილად მივხვდებოდით იგივეც გააკეთებდა სხვას ვერ გააკეთებდა ახლა ტანკები რო იდგეს ახლა აი აქ ქუჩაში საქართველოში ადამიანების მობილიზება ბევრად უფრო დიდი იქნებოდა იმიტომ რომ ნათელი იქნებოდა რომ აგერ არის მტერი მაგრამ ეს ტიპი ისე მოვიდა ხო თან ერთი ლარი ჩადო 100 ლარისას წოვს ამ ქვეყანას თავხედურად ეს ყოველდღე შეურაცხყოფას აყენებს ამ ადამიანებს ხეების თრევა ეს უკვე რაღაცა ბავშვის თამაშად იქცა ეს უბრალოდ ეს უწყინარო ხუნჯობად გვეჩვენება იმ სხვა მავნებლებებთან შედარებით რასაც ეს ადამიანი აკეთებს და ბუნებრივია ხო ამას იმსახურებს მაგრამ ამის რესურსი ფიზიკურად დრო არ იყო ისე თვათ ისე ყველაფერი ვერ გაკეთა მაგრამ თავარი შენარჩუნდა რომ ნაციონალური მოძრაობა იპოვა თავის თავში ძალები აი ამ განსაცდელის მომენტში როდესაც ჩვენ კვლავ წაგვართვეს არჩევნები და შეურაცხყოფა მოგვაყენეს ყველას ჩვენ კი არ ჩამოვყაროთ ფარხმალი არამედ ვეცადოთ რაღაცა ახალი ნაბიჯი გადავდგათ უფრო ახალი პოლიტიკურ ძალებთან დავკავშირდეთ ამის შემდეგ გაიხსნა აი ეს დიალოგი სხვა პარტიებთან დღეს 20 პარტიასთან როგორც თქვენ გითხარით და ამის შემდეგ დაიბადა აი ეს აზრები რომ ჩვენ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ და ივანიშვილმა ესეც უნდა იცოდეს ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის რომ პროპორციული სისტემა იყოს და მაჟორიტარული გაუქმდეს მაგრამ თუ მაჟორიტარული არ გაუქმდა მან ეს უნდა იცოდეს რომ ჩვენ მოვძებნით ყველა პარტია ძალას და ეს არ არის ხოლმე ნაციონალური მოძრაობის წინადადება სხვა პარტიების არ დავასახელებ რომელი პარტიების აი ამ თათბირზე ითქვა წინადადებაა რომ ჩვენ აუცილებლად კოორდინირებულად ვიმოქმედოთ თელმა ოპოზიციამ პრინციპით ყველა -1 რომ იქ მაჟორიტარულებში დავამარცხოთ თუ საჭირო იქნება ერთმანეთთან კოორდინაცია თუმცა მინდა რომ ცოტა დრო დაგვრჩა 1 წუთნახევარ დაახლოებით სანდრა რულოვსის ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ მე ვარ პრაქტიკულად იქ ადგილზე თუმცა ჩვენ ვიცით სივრცეები ზუგდიდის ბოლო არჩევნებში როგორ გამოიყურებოდა რთული სიტუაცია იყო იქა კონტროლის თვალსაზრისით რა პერსპექტივას ხედავთ თქვენ აი ამ ორგანიზების ამ დარაზმის პირობებში ფიქრობთ რომ რულოვსი გავა მე რა ვახსენე და არჩევნები და რთული ვითარება არჩევნებთან დაკავშირებით არ შეიძლება რომ არ ვახსენო დიახ ამ პროცესს ქართული ოცნების მოქმედებებს შეეწირა ქალბატონი ია კერზაია ხო არავინ არ ფაქტიურად დღეს არც ერთი ნორმალური ადამიანი არ დარჩა რომელმაც ვერ გააცნობიერა რომ ეს ქალბატონი ეს უფლებას არ უღიარებია ჯერ და ამას არა მე ამიტომ თქვი არც ერთი ნორმალური ადამიანი თქვა ამიტომ თქვი ხელისუფლების მიმართ ამ ეპითეტს ნამდვილად არ ვიხმარდი იმიტომ რომ ეს ხალხი ნორმალურები არ არიან რომლებიც ზათ არიან ასეთ მდგომარეობას ჩააგდონ ადამიანებს გული გაუსყდეს ხო ბუნებრივია აი ამ ვითარებაში ხელისუფლების ეს იქნება პრინციპულად მნიშვნელოვანი არჩევნები ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის პირდაპირ ასოცირებული სანდრა რულოვსთან მან კიდევ პირდაპირ ასოცირებული ცოტა უხერხული ნათქვამია ეს მეორე ნახევრები არის მე ვარ ასე თქვა ხო მიხეილ სააკაშვილი გნებავთ ასე ვთქვა შესაბამისად ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რომ მიხეილ სააკაშვილი სახით სანდრა რულოვსი იქ შესაბამისად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ აი ამ
ყველაფრის ხელისუფლების მხრიდან ბოროტების გაკეთებას დაუპირისპიროთ ხალხის ძალა, დაუპირისპიროთ საქართველოს სიყვარული, დაუპირისპიროთ ზუგდიდის, სამეგრელოს და მთელი ქვეყნის აი ამ ბოროტებისგან გათავისუფლების ამოცანა, ერთობლივი ამოცანა და ჩვენი ხედვა ის არის, რომ სწორედ ზუგდიდიდან უნდა შევეცადოთ სხვა ადგილებიდან, მაგრამ ზუგდიდი მართლა პრინციპული იქნება საქართველოს ამ ბოროტებისგან გათავისუფლება და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლისუნარიანი პარტია, რომელსაც უნარი აქვს ამ მიუხედავად ამ პირობებისა, ვიბრძოლოთ, ჩვენ ბრძოლისთვის მზადა ვართ და იმედი გვაქვს ჩვენი საზოგადოების ხარდაჭერისა, უამრავი იმ ზუგდიდელისაც, რომელიც დღეს ზუგდიდში ცხოვრობს, მაგრამ იმათიც, რომლებიც დღეს ფიზიკურად ზუგდიდში არ ცხოვრობენ, მაგრამ ჩამოვლენ არჩევნების დღეს და ხმას მიცემენ სანდრალურობს, როგორც მომავალ ზუგდიდის მერს, მაგრამ რა თქმა უნდა ზუგდიდის მერის არჩევნების გარდა ეს იქნება ძალიან დიდი ამბავი ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟისკენ გადადგმული ნაბიჯის თვალსაზრისით. ბრძოლაში ზუგდიდელ ამორჩეველსაც, ზუგდიდელ ამორჩეველსაც თავარია. მადლობა გიორგი ბარემიძის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, რომელიც პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ჩვენ რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო თემა გვაქვს ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ და იმ გამოწვევებზე, რაც ამ პროგრამას დღეს აქვს. დროებით. არაპოლიტიკური თემა პოლიტმეტრში დასრულებისას როგორ ვებრძოლოთ ჰეპატიტის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოს ჰეპატიტის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი მაჩვენებლის ქვეყნად მიიჩნევა. მისი განკურნების ანუ ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წელს ამუშავდა. პროგრამაში ჩართვა მარტივი ტესტის სკრინინგით იწყება, რომლის მეშვეობითაც მოქალაქე საკუთარ ორგანიზმში ვირუსის არსებობის ან არარსებობის შესახებ იგებს. საქართველოში ჰეპატიტის მკურნალობა უფასოა. ამჟამად მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 45,000 პაციენტის თითქმის დიდი უმრავლესობა განიკურნა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში პაციენტთა ჩართულობას მაინც უჩივიან და ამბობენ, რომ მოქალაქეთა მიმართვიანობა ნაკლებია. გეგმის მიხედვით წესით 2020-ისთვის საქართველოში ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება უნდა შეწყდეს და პაციენტების 90% განიკურნოს. ეს წესი ვნახოთ რა ხდება რეალურად. ეკა ადამიანს სტუდიაში ჩვენთან ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და პროგრამების სამმართველოს უფროსი, ასევე განკურნებული პაციენტი ბატონი ეზეკი ინსკი. მადლობა რომ მოგზანდით და ამ ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც ხანდახან მსგავს თემები გვავიწყდება ხოლმე პოლიტიკური პროცესების ფონზე, ჩვენ დღეს დავუთმობთ ჩვენი გადაცემის ბოლო ნაწილს. ბატონო ეკა, გამოდის რომ რაღაცა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ამ ეტაპისთვის ეს პროგრამა, იმიტომ რომ პაციენტების მომართვიანობა ნაკლებია ვიდრე ელოდით. მოგახსენეთ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. მოგებნივე სალამები თქვენს მაყურებელს. იცით რომ ეს პროგრამა, ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის უპრეცედენტო პროექტი მსოფლიოში, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ითვალისწინებს, როგორც თქვენთვით, ჰეპატიტის ელიმინაციას, ანუ ქვეყნის მასშტაბით ჰეპატიტის აღმოფხვრას, ანუ ჩვენ სრულად უნდა გამიკურნოთ და გამთავისუფლდეთ ჰეპატიტისაგან. ერთ დაზუსტებად შევიტანთ თქვენს ციფრებში, ანუ 55,000-ზე მეტი პაციენტია უკვე ჩართული ამ დროისთვის, აქედან 50,000-ზე მეტ პაციენტს აქვს უკვე დასრულებული მკურნალობა და მათგან მიღწეული შედეგი გვაქვს 98.2%, რაც არის ძალიან მაღალი შედეგი, ძალიან წარმატებული შედეგია და ჩვენ ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ პროგრამა წარმატებით დასრულდება. თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, პროგრამას აქვს გამოწვევები. გარკვეული პერიოდია ნარჩუნდება სტაბილური შემოდინება პაციენტების, ანუ ყოველთვიურად 1000-1200 პაციენტს არცილდება, რაც რეალურად არის დაბალი მაჩვენებელი, იმიტომ რომ საქართველოს ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით დაახლოებით 150,000 ადამიანია, ესე ვთქვათ, დაავადებული ჰეპატიტით, ანუ დაახლოებით 100,000 ადამიანი, ასე ვთქვათ, კიდევ არის დარჩენილია 100,000 ადამიანი. დიახ. აქედან ეს 100,000 თქვენის რაოდენობა ძალიან დამრგვალებული რომელსაც არ მოუმართავს. დიახ, ანუ ჩვენ სკრინინგი, როგორც თქვენ ახსენეთ, არის პირველი, ესე ვთქვათ, კვლევა, რითაც დგინდება არის თუ არა ორგანიზმში ჰეპატიტის ვირუსი და სკრინინგის მაჩვენებლებით ძალიან მაღალი ციფრები გვაქვს, 1,500,000-ზე მეტი კონკრეტული ინდივიდუალური პირი არის, ესე ვთქვათ, დასკრინული და მათი იციან თავიანთი დაავადების სტატუსის შესახებ, თუმცა სკრინინგული კვლევის შემდეგ არის კონფირმაციული კვლევა, რითაც დასტურდება ნამდვილად არის თუ არა ჰეპატიტი ორგანიზმში და უკვე ამის შემდეგ იწყება კვლევები. ანუ არ არის სავალდებულო, რომ ყველა დასკრინულ პაციენტს დადებითი შედეგით აუცილებლად ჰქონდეს აქტიური ჰეპატიტის ვირუსი. სკრინინგის შემდეგ უნდა ჩატარდეს კონფირმაციული კვლევა. კონფირმაციული კვლევა ამ შემთხვევაში ზუსტად აი ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომ
პაციენტთა რაოდენობამ დაიკლო, ჩვენ გარკვეული ბარიერები შევისწავლეთ და გამოვლინდა ფინანსური ბარიერი, ესე ვთქვათ და გეოგრაფიული ბარიერი. ფინანსურ ბარიერში გულისხმობა ის, რომ დიაგნოსტიკის ნაწილში გარკვეული თანაგადახდა არის, თუმცა თანაგადახდის წელი მნიშვნელოვანად არის შემცირებული წლების განმავლობაში. იცვლება თანაგადახდა შეიძლება. ამ პერიოდისთვის არ ვრცელდება 160 ლარს, თუმცა შეიძლება იყოს უფრო ნაკლებიც იმის მიხედვით, როგორი ტიპის კვლევა შეიძლება ზოგს დაჭირდეს, ფიბროს კანი ზოგს შეიძლება არ დაჭირდეს. მოსაყურებას გარდა იმის, რომ განკურნების პერსპექტივა, როგორც თქვენ თქვით, ახლა მონაცემ 98%-ზე მეტი, რა თანხის მომსახურებას იღებს თითოეულ პაციენტს? მედიკამენტი რეალურად მკურნალობის კურსი, ანუ მედიკამენტი, რასაც ის იღებს სრულიად უფასოდ პროგრამის ფარგლებში, ამის ესე ვთქვათ საბაზრო ღირებულება საქართველოში არც არის დადგენილი, იმიტომ რომ არასდროს არ გაყიდულა ესე ვთქვათ პულზე, მაგრამ სოფლიო გამოცდილებას თუ ავიღებ, დაახლოებით 80,000-100,000 ფარგლებში არის მკურნალობის სრული ღირებულების კურსი, ასე რომ ეს არის ძალიან ასე ვთქვათ მაღალი ღირებულების პროგრამა, რომელიც ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის პირობებში პაციენტებს მიეწოდება. განსხვავებული ციფრი გითხარით, ეს 100,000 ხომ დაახლოებით, ხომ ეს ელიმინირებული, უბრალოდ ეს არის და სკრინინგით ჩატარებული პაციენტთა რაოდენობა, ანუ იდენტიფიცირებული, როგორც C ჰეპატიტიანი უკვე. ეს რიცხვი 150,000, რაც მე უკვე ვთქვი, ეს არის სეროპრევალენტობის კვლევით დადგენილი, ანუ კვლევით არის დადგენილი, რომ ქვეყანაში გავრცელების მაჩვენებელი, ანუ რაზეც ვილაპარაკეთ, არის დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის 5.5% დაავადებული აქტიური C ჰეპატიტი. ამ რიცხვით არის მიღებული ეს 150,000. თუმცა მას შემდეგ კვლევები უკვე ჩატარებული აქვს 1,500,000 ადამიანს, როგორც გითხარით, სკრინინგი, კონფირმაციული კვლევა ჩატარებული აქვს 70,000-ზე მეტ ადამიანს და მათ შორის გამოვლენილია 65,000-ზე მეტი პაციენტი დაავადებული C ჰეპატიტით და მათი მომართვიანობა არის ნაკლები, ანუ პროგრამაში მომართვიანობა, როგორც უკვე ახსენე, დაახლოებით 55,000-ია. იცით რა, სხვადასხვა ფაქტორი გამოვლინდა. ერთი თქვით 160 ლარი თანადამფლობ, ისევ ერთი თქვით გეოგრაფიული თემა. თუმცა ჩვენ კი გადავდგით აქ აქტიური ნაბიჯები, როგორც იყო კონფირმაციული კვლევის განულება, ანუ საერთოდ ნულოვანი ღირებულებით უკვე უტარდებათ პაციენტებს, გენოტიპის ტესტირება, რომელიც ძალიან ძვირად ღირებული კვლევა იყო, ასევე უფასოა პაციენტებისთვის. ასევე უფასოა პროგრამის ფარგლებში უკვე დამადასტურებელი კვლევა, რომელიც განკურნებულ პაციენტს უტარდება, ანუ მკურნალობის დასრულების შემდეგ უტარდებათ ეს კონფირმაციული კვლევა, ესეც უფასოა პაციენტს, ანუ მნიშვნელოვანი ძვირად ღირებული კვლევები, რაც ყველა ძვირად მთლიანად სახელმწიფომ აიღო თავის თავზე. ერთ-ერთი ფაქტორი ასევე სტიგმატიზირებული უკვე თემა. სტიგმაც მუშაობს, რა თქმა უნდა. ეს პროგრამაში ჩართვა ითვლება თუ არა პრობლემას ფსიქოლოგიური. იცით რა, მეტნაკლებად გამოსწორდა, რა თქმა უნდა, ეს თემა მეტნაკლებად გამოსწორებულია, მაგრამ გარკვეული სტიგმა მაინც ავარაუდოდ არსებობს. ერთ-ერთი ბარიერი მაინც არის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რომელზეც ჩვენ ასე ვთქვათ აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული პროექტის დეცენტრალიზაციით. საქართველოს თავიდან პროგრამა დაიწყო 4 დაწესებულებაში და 4 დაწესებულება თბილისში იყო, ასე ვთქვათ, ლოკალიზებული. შემდეგ გაივრცო ქვეყნის მასშტაბით და ამჟამად მიეწოდება 40, უბრალოდ მიეწოდებოდა ცოტა ხნის წინ 41 დაწესებულებაში და უმეტესობა თავმოყრილი იყო მაინც თბილისში, 17 დაწესებულება თბილისში იყო. ამიტომ ჩვენ დავიწყოთ პროექტის დეცენტრალიზაციის პროცესი, რაც ნიშნავს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მინიმუმ თითო დაწესებულება იქნება პირველადი ჯანდაცვის, რომელიც სრულ კურსს მიაწვდის პაციენტს და ასევე ზიანის შემცირების ცენტრებში გავრცელდება ეს პროცესი და ამ პროექტის ფარგლებში უკვე ჩართული არის 12 ახალი დაწესებულება. ნიაზე კი ჩავთოთ, როგორც განკურნებული პაციენტი ამ საუბარში თავს კარგად გრძნობთ. შესანიშნავად. რადგან დაჭირდა განკურნებას, რა პროცესი იყო და რამდენად რთული შეგიძლიათ უთხრათ მათ, ვინც შეიძლება პოტენციურად ამით ინტერესდებოდეს? კი ბატონო. განკურნებამდე საკმაოდ ხანგრძლივი დრო განვლე. მე მომაჩვენა 2000 წლიდან ჩემი დაავადება, იმ დროისთვის ძალიან რთული იყო. ბუნებრივია არ არსებობდა ეს სახელმწიფო პროგრამა, არ არსებობდა ეს მედიკამენტები, იყო სხვა პრეპარატი, რომელიც საკმაოდ ძიმედ მიმდინარეობდა და ერთწლიანი მკურნალობის შემდგომ ფაქტიურად უშედეგოდ დავამთავრე მე მკურნალობა და მომიწია ლოდინი წლების განმავლობაში და რაღაცა სტატუს-კვოს შენარჩუნება რომ მიმეღწია იქამდე, ვიდრე ეს პრეპარატები შემოვიდა და იმიტომ რომ იმედები იყო რაღაც იქნებოდა. 2015 წელს ჩავერთი ამ პროგრამაში 6 თვიანი კურსის შედეგად მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ პირველი მკურნალობის შემდგომ კვლავ უშედეგოდ დასრულდა ჩემი მკურნალობა და პროგრამამ უზრუნველყო ის, რომ ხელმეორედ ჩამთო უკვე ახალი პრეპარატით, რის შემდგომაც უკვე საბოლოოდ დავამარცხე ვირუსი.
გული კარგი ისტორია. კი. ძალიან სასიამოვნო პროცესი მე გილოცავთ ეს ალბათ უკვე ძველი ამბავია თქვენი გამოჯამრთელების, მაგრამ მაინც ძალიან სასიხარულოა ისეთ არის ხოლმე კარგი ამბები. მე მაინტერესებს თქვენ ვინც პოტენციური პაციენტია ხო მათ უთხრათ რამდენად რთული პროცესია თვითონ რამდენად შესაძლებელია ამასთან ფსიქოლოგიურად სწორი მიდგომა და რა სამისთვის საჭირო ის კურნალობა რომელიც გავიარეთ ინტერფერონის კურნალობის კურსი როდესაც იყო და მანამდე კი სანამ ეს პროგრამა ელიმინაციის პროგრამამდე ვიდრე მუშაობდა რაშიც რამოდენიმე 1000 ევროს ან დოლარის გნებათ ლარჯ რამშნელობა. ნუ სადღაც 12-13 ევროს გაღება უწევდა პაციენტს და იმდენად ძიმე მიმდინარეობდა, რომ ძალიან ბევრი ვიცი, ხო ჩემი მეგობრები, ახლობლები, რომელმაც შეწყვიტეს კურნალობის კურსი და მე თვითონაც რამოდენიმეჯერ დავდექი ამის წინაშე. და თანაც რთული იყო საკმაოდ წლის განმავლობაში ბუნებრივია ყოველთვიურად 1000 ევროზე მეტის გაღება გჭირდება იმისათვის რომ გაიკეთო 4 ნემსი კვირაში ერთხელ ხო ხო და მithumedas კიდე უშედეგოდ როცა დამთავრდება რა მაგრამ ეს ელიმინაციის პროგრამა რომელიც ახლა მიმდინარეობს აბსოლუტურად ყოველგვარი რაღაცა გვერდითი მოვლენების ან რაღაცა სირთულების გარეშე მიმდინარეობს გვერდითი მოვლენების გარეშე თუ საერთოდ ისე რომ ჩვეულებრივად არანაირად რომ მე არანაირ შეგრძნებები ამ მქონია აი რა ბარიერი შეიძლება გქონდეთ მათ ვინც ახლა ფიქრობ ჩაერთოს თუ არა აი სხვათა შორის ახლა ქალბატონმა იგამ რას თქვა Facebook-ზე ვაკონტროლებ მე სიტუაციას და პირად გვერდზე ჩემთან წერეს რომ 150 ლარზე მეტი ღირსო თავიდან და მე მარტო ჩემი ერთ-ერთი მაყურებელი წერს რომ სამ ადამიანს მაინც ვიცნობ ვინც უფულობის გამო ვერ მიდის ვინედან გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა აქვს ვიდრე წარმოგიდგენიათ მან ყოფებსო ჩვენ მაინც ძალიან მინდა მამდოთ პიროვნული თხოვნა აქვს ამასთან დაკავშირებით რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ იმიტომ რომ არის ესეთი ესე ვთქვათ გაურკვეველი სიტუაციები როდესაც ამბობენ რომ რაღაცა გაურკვეველი რაოდენობის თანხა ღირს ეს და რეალურად ნამდვილად არ არის ასე და იქნებ რაღაც აი ელემენტარული ახსნა განმარტება 150 ლარზე მეტი უნდა თავიდან ასე იცის ამ კონკრეტულმა მაყურებელმა მისი კონკრეტული მეგობრების სწორად იცით რა არ ვიცი როგორ რა პერიოდის ინფორმაცია იცის ეხლა მაგალითად გენოტიპის კვლევა უფასო გახდა 2013 წლის სექტემბრიდან ვინც ეს აი ვისაც საინტერესებს აი მოვიდეს გითხრან რომ ამბობთ სად რა კი ბატონო შეუძლიათ ხალხაზე შეუძლიათ დარეკონ შეუძლიათ პირადად ჩემთან გადმომისამართებიდან შეუძლიათ ნებისმიერ ანუ ცხელი ხაზი დააკავშირებს აუცილებლად კომპეტენტურ პირთან ვისაც შეუძლიათ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდოს და ანუ თუ არის ანუ ესეთ რაღაცა რომელიმე კონკრეტულ დაწესებულებაში ინფორმაცია მე მგონია რომ მაინც არის ძველი ინფორმაცია და ახალი არ იცი და სექტემბრამდე ცოტა უფრო ადრე წლების წინ კიდე უფრო ძვირი ღირდა და რაღაც მაგალითად გენოტიპის კვლევა ღირდა 180 ლარი გადასახადი აღარ არის რეალურად არ არის გადასახადი არის 0 ლარი შემიძლია თქვა ყველა ეტაპზე არის გადასახადი 0 ლარი თანაგადახდა გარკვეული პროცენტი მაინც არის თუმცა უმწეობებისთვის ეს არის დაფარული სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და 30%-ს იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობები და შეგვიძლია ვთქვათ რომ სრულიად უფასოა სხვა დანარჩენი მოსახლეობისთვის არის 70%-იანი თანაგადახდა მათი კვლევის ღირებულების 160 ლარი არის ის თანხა რომელზეც ახლა ვაპარაკობთ მაქსიმალურ თანაგადახდაზე 1000 ევროა თუ 100 ევროს ფარგლებში საბოლოო და მე ვიცი კიდევ რომ ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი მიმართვის შემთხვევაში იმ 160 ლარსაც უფარავს ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი თუ ინდივიდუალურად რა თქმა უნდა რაც შეეხება პოსტ კურნალობის პერიოდს წავიდა და დამთავრდა ხო, ეს მართლაც მე მგონი წავიდა დამთავრდა, იმიტომ რომ 2 წელი გავიდა ვიმოწმენ პერიოდულად და აბსოლუტურად დასრულებული. აი, თქვენ რომ თქვით რომ 98 რაღაც პროცენტი ან 0%-ამდე გამოვიდა რომ გაპრობლემდა, ან ვერ განიკურნა ან არა, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. კი, რა თქმა უნდა, აი 2%-ის შემთხვევაში რა მოხდა ეს არის ადგილები. კი, აქ შეიძლება იყოს რელაპსი, ანუ არ რაღაც დანიშნული კურსის შემთხვევაში არ იქნა მიღწეული შედეგი, აქ ასე შემთხვევაში დგება საკითხი კურნალობის გახანგრძლივების, ანუ 12 კვირიანი კურსის მაგერად 24 კვირიანი კურსი ენიშნება, ან მედიკამენტის ჩანაცვლების, ანუ ორი სიტყვით ამაზეც ვიტყვი ჩვენ პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ ერთი მედიკამენტი სოფოსბუვირით, შემდეგ მოგვეწოდა მეორე, ესე ვთქვათ, უკეთ შემდგომი თაობის მედიკამენტი ჰარვონი და ამ ეტაპზე მოწოდებული გვაქვს მესამე თაობის მედიკამენტი
ამას უწოდებთ ველპატასვირი, რომელიც ანუ ესე ვთქვათ, კიდევ უფრო რთულ ფორმებზე მუშაობს და გარდა ამისა, კიდევ დაგეგმილი არის რეზისტენტულ ფორმებზეც დამატებით მეოთხე მედიკამენტის შემოტანაც, ასე რომ იმ პაციენტებსაც, რომლებიც შეიძლება ან რეზისტენტული აღმოჩნდნენ, ან რეილაფსის პრობლემები ქონდეთ, მათთვისაც იქნება შესაძლებლობა, რომ შიში გართულებების პაციენტებს შორის. ეს რეალისტური შიშია. იცით რა რეალისტურ შიშს ვედავაქვთ, იმიტომ რომ რეალისტური არის ის, რომ C-ჰეპატიტი კლავს. C-ჰეპატიტი არის ის ვირუსი, რომელიც ღვიძლს აზიანებს ისეთ დონეზე, რომელს ნამდვილად შეუძლია გამოიწვიოს ყველანაირი გართულება, ღვიძლის კიბოს და სიკვდილის სახით. ასე რომ რეალურად C-ჰეპატიტია საშიში გართულებების მხრივ და არა ის მედიკამენტი. ეს მედიკამენტი არის რევოლუციური საშუალება იმისთვის, რომ სრულიად მოვსპოთ C. ანუ ამიტომაც შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ელიმინაცია შეიძლება მიღწეულ იქნას. ეს არის ესეთი მედიკამენტი, რომელიც კლავს მთლიანად ვირუს, ანუ აი რაღაცის დამატება გნებავდა ჩვენ უკვე ფინალში ვართ. იცით რა არის ამ დაავადების ერთ-ერთი ესეთი ბოროტი მომენტი ის არის, რომ შეგრძნებების გარეშე მიდის ძირითადად და როდესაც უკვე ერთვება ეს რაღაცა პრობლემები ძალიან გვიან არის. ამდენად მასავით არ ხვილი რო აქ ტკიდება, სანამ არ აქ ტკიდება იქიდან მისვლის გვეშინია, ხო? რიგ შემთხვევაში ესე არის, ადამიანები უყურადღებოდ ტოვებენ ამ დაავადებას და ეს არის ძალიან მძიმე შედეგის მქონე დაავადება და ზუსტად ამიტომ მე ჩემ თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნეთ ასოციაცია, განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია და ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთად ჩართული ვართ ინფორმაციის გავრცელებაში და მოსახლეობასთან დავდივართ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში. დარწმუნებთ მათ, რომ უნდა ჩაიტარონ კურნალობა და ბოლო კითხვა მაქვს ხავდონეკამ. 2020 წლისთვისო უნდა გასრულდეს ეს პროგრამა, საქართველოში აღარ იყოს C-ჰეპატიტიანი პაციენტი, ასე გამოდის ეს 2020 რაღაც აპოკალიფტური ის არის თარიღი არჩევნებზე 2020-ის მიმართულებით საუბრობთ, მაგრამ ეს ერთმანეთთან არ არის შუაში. მაინტერესებს თუ იმ დამრგვალებული რაოდენობით 100,000 პაციენტმა მათმა ნაწილმა მაინც გადაწყვიტა, რომ არ ჭირდება ეს მკურნალობა, მაშინ ეს პროექტი ჩავარდა, შეიძლება ასე ითქვას. ეცით რა დამრგვალებულ რაოდენობას ნამდვილად არ ჭირდება, დამრგვალებული რაოდენობის შესრულება, იმიტომ რომ C-ჰეპატიტის ელიმინაციას აქვს თავისი სამიზნე მაჩვენებლები, რაც გულისხმობს დაავადებული პაციენტების 90%-ის გამოვლენას, მათ შორის 95%-ის მკურნალობას და 95%-ის განკურნებას. ანუ რეალურად ამ რიცხვებს თუ გავყვებით, ეს ნამდვილად არ არის ისეთი მიუღწეველი რაოდენობა ამ პერიოდისთვის, თუ რა თქმა უნდა, კეთილი ნებაც იქნება ჩვენი პაციენტების მხრიდან, იმიტომ რომ მერწმუნეთ, რამდენი აქტივობაც არ უნდა გავაკეთოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პაციენტმა ირწმუნოს, რომ რეალურად ეს მისი კეთილდღეობისთვის გაკეთებული საქმეა და აუცილებლად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რომ აი ამ ვადაში, ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ პირველები ამ საქმეში და მართლა პირველები ვართ, მერწმუნეთ, ნებისმიერ ქვეყნის პრეზენტაციები ცოტა ხნის წინ იყო WHO-ს კონფერენცია საქართველოში და სხვა ქვეყნების ფონზე საქართველო არის ნამდვილად წარმატებული და ლიდერი ამ საქმეში და ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ეს ვთქვათ, რომ 2020 წლისთვის, ანუ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს შეძლო C-ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა ქვეყანაში. ბოლოს რაც მინდა კითხოთ, თუ არსებობს რაიმე ნომერი, სადაც შეიძლება ან იმეილი, ან საკომუნიკაციო არხის კონკრეტული 15:05 ეს არის ჩვენი ცხელი ხაზი. 15:05 ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი. კონკრეტულად C-ჰეპატიტთან ერთებაში და არა, კონკრეტულად არა, ზოგადად, მაგრამ ისინი ყოველთვის ზადარიან C-ჰეპატიტთან დაკავშირებით ამომრჩეველი ინფორმაცია გასცემს. მადლობა, მქალბატონიკა ადამიანს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, ეზიკინს კიდევ განკურნებულ პაციენტს. ჯანმრთელობა უსურვოთ ჩვენს აუდიტორიას, ვინც შემოგვრჩა და გვიყურებდა პოლიტმეტრში ბოლომდე. 10 საათზე, საღამოს 10 საათზე თქვენგელით ახალი ამბები, 23 საათსა და 30 წუთზე კი ღამის ამბები უკვე გია ხუხაშვილთან და დიანა ტაპაიძესთან ერთად საინტერესო თემებს გიმზადებენ, ასე რომ დარჩით ჩვენთან.